გამარჯობათ, მოგესალმებით ჩვენ მაყურებელებს და მსმენელებს. დღეს ჩვენი სტუმარია უკვე მეორეჯერ ფილოსოფოსი ბაქარ ქავთარაძე, ადამიანი, რომელსაც ჩემზე გაცილებით ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, ამიტომ რაღაცებს შევეკითხები ხა. რაც მაინტერესებს. პირველ ეპიზოდს კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ითხოვდნენ რომ პირადადაც წერდნენ რომ იქნება კიდე მოიყვანო ხოლმეო და დღეს კარგად დაიმთხო რომ თბილისში ვიყავი ჩამოსული და ბარემ ჩავწეროთ ეს ეპიზოდი. მოვიწყე დღეს მნიშვნელოვანი თემა რაც არის, ეს არის ძალიან ცხელი პოლიტიკური სიტუაცია და ამ სიტუაციაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ველი ჩემი აზრით არის რაღაც საინფორმაციო ომი, სადაც ხდება რა, ვინ უფრო მეტ ადამიანს მოიმხრობს და თავის ჭკუაზე გადაიყვანს და ამ სიტუაციაში ძალიან ბევრი ტყუილია, ძალიან ბევრი შეფასება ფაქტების, დამახინჯებული ფაქტები, ნახევრად სიმართლეები და მოკლედ ძალიან ქაოსში ვართ და აი ადამიანი რომელიც ცხოვრობს, რაღაც პროფესია აქვს, სამსახური აქვს, ყოველდღიური პრობლემები აქვს და მე ესეთი პოლიტიკური ამბები ხდება. ვერ იქნები ესე ჩახედული პოლიტიკაში, ვერ გეცოდინება ზუსტად ევროკავშირი რა არის, იქ რა ხდება სირიაში, იქ ტრამპი რას აპირებს, ან ბევრი თემა არის, რომელშიც ეს ყველაში ექსპერტი ვერ იქნები. ამიტომ სადღაც გიწევს რომ რაღაცას დაუჯერო, რომელიმე არხი ჩართო და რაღაცა ინტერნეტ ჩენელი ან რაღაცა და სადღაც მაინც მიდიხარ იქამდე შენი წარმოდგენების დიდი ნაწილი არის უბრალოდ რაღაცას დაუჯერე. და როგორ გადავწყვიტოთ ხოლმე ადამიანი რომ ლაპარაკობს დაუჯეროთ თუ არა, კომპეტენტურია თუ არა. მადლობა გიორგი, პირველ რიგში მეც მიხარია რომ მეორეჯერ შენთანა ვარ, წარმატებებს გისურვებ ამ პოდკასტის ხაზში, როგორ ფიქრობ, ხო კარგად მიდიხარ? კი, უკმაყოფილება რომ ვერ ვიტყვი. უფრო მეტი წარმატებებიც კი. გამოწერები გვემატება, ვისაც კიდე აქვთ გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, დიდი მადლობა. სტუმარს რო ყველას თავის აუდიტორია ყავს, სხვა სტუმრებს რო გეყოლება, იმათი აუდიტორიას დაგემატება და ნელ-ნელა ხო უფრო მიფიქრო მეც მოიცავს. ხო, იმედია ეს იმედია ამზე წავალ. და მეც მივესალმებ ტელემაყურებელს და მეც შევეცდები რომ ცოტა უფრო უფრო ინტერნეტ მაყურებელს. ხო, ინტერნეტ მაყურებელს და უფრო არა ის რომ ინფორმაცია დაუშვათ რომ ეს ან უფრო პრინციპები რომელიც გამოგვადგება ხვალაც და დღეს დაუშვათ რაღაც ინფორმაციას რომ მოვიპოვებთ. ხო, აი გამოვიდა მაგალითად პოლიტოლოგია ან რაღაც ექსპერტი და ამბობს რომ ეს არის ესე და ის იქნება ისე. ხო, როგორ შევხედოთ დაუჯეროთ რა გავაკეთოთ. მოდი მაშინ დავიწყოთ ესე რომ ესე იგი პირველ რიგში ყველაფერი ხო დაყვანადია ანუ ინფორმაციამდე, ანუ ჯერ არის ინფორმაცია, ჯერ იდეა. და შემდეგ მოყვება ამას პრაქტიკა. ხო ჩვენ რო ჩავრთავთ ტელევიზორს, პირდაპირ უყურებთ შედეგებს. და მე ამ შედეგების დეტალებში ვეძებ ჭეშმარიტებას და ეს გვავიწდება რომ პირველ მიზეზი არის ჯერ იდეა იყო. ჯერ ვიღაცის გონებაში იყო რაღაც იდეა, მიზანი და შემდეგ ყველაფერი მოარგო ამას. ამიტომ ეს ფილოსოფიის კომპეტენციაში შედის, იმიტომ რომ ის ისწავლობს იდეებს. გულისხმობ რომ თქვა ეს სიუჟეტი რომელიც ჟურნალისტმა მოამზადა, ჯერ მის თავში გაჩნდა იდეა წარმოდგენა და იმის მიხედვით იმის უკან იმის ხელმძღვანელობაში ისთან იყო და ხო თუნდაც ახლა მაგალითად რუსეთი რო ავიღოთ ხო ჯერ პუტინის გონებაშია ის იდეა რომ დაიპყრობ ტერიტორიებს ამით რუსეთის ფედერაციის სიძლიერეს აჩვენებ ეს რო არ იყოს არც ერთი ომი არ მოხდებოდა ჩვენ ხო ომს და დეტალებს უყურებთ რომ ნატო-რას მაგრამ ეს არის ჯერ იდეა და მასაც ჭირდება ეს ინფორმაციული დასაყრდენი რომ ეს რუსეთის მოსახლეობის კრიტიკული მასაც ჯეროდეს ეს თუ დაიკარგა ჯარიც აღარ დაემორჩილება და ჩამოიშლება ამიტომ ყველაფერი დგას იდეაზე იდეა უნდა ჯეროდეთ ადამიანებს და დიქტატურასაც ეს ჭირდება რომ რაც მას უნდა ის კრიტიკულ მასაც ჯეროდეს იმიტომ რომ შეუძლებელია ესე ძალით შეინარჩუნო მოსახლეობა თუ არავის არ ჯერა შენიან 10%-ს ხო ამიტომ ყველასთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციულ ომში ვინ რა უპირატესობაშია ხო ეს ზოგადად ეხლა ხო როგორ გავარჩიოთ ტყუილის სიმართლისგან ხო ესე იგი მოგეხსენება ფილოსოფიაში და მეცნიერებაშიც რა ცოდნაც არის დაგროვილი ყველაფრის ბროტად გამოყენება შეიძლება ხო თავისთავად ესე იგი მეცნიერებას არ აქვს უდი მიზანი მაგრამ მეცნიერების სახელით რამდენი ექიმ სპეციალურად გაუკეთება ბოროტება მაგალითად შეიძლება ევთანაზია გამოიყენო ბოროტად ისე როგორც აბორტი ბირთვული არაღი ხო არ შეუქმნა თეოლოგია შექმნა მეცნიერებამ და ერთია რაღაც წარმატებას რომ მიაღწევ და მეორეა ის რა მიზნით გამოიყენო აქ უკვე შემოდის ესე იგი ღირებულებები როგორი ღირებულება აქვს ადამიანს იმის მიხედვით გამოიყენებს ამ მიღწეულ წარმატებას და ფილოსოფიაშიც რა ხო ფილოსოფია რადგან სწავლობს აზროვნების მეთოდოლოგიას რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგად იციან დიქტატორებმაც პოლიტიკოსებმაც ესე იგი ვინც ტელევიზიაში გამოდის და მათ შეუძლიათ ის გამოიყენონ სპეციალურად ისე რომ ადამიანის შეცდომაში შეიყვანონ აი მაგალითად ახლა უცებ მოგიყვან მაგალითს თუ მიხვდები სად მოგატყუეთ ან წინასწარ გეუბნები რომ გატყუებ ესე იგი ყოველივე რაც არ დაგიკარგავს გააქვს ხო თან ხვები რქები არ დაგიკარგავს ამიტომ რქები გააქვს აი უცებ ხო ვერ ხვდები სად იყო აი ესეთ რაღაცები ძალიან ბევრი 10,000-ობით და ამიტომ და მაგალითად ფილოსოფიაში იდენტიფიცირებულია 300 ლოგიკური შეცდომა
ესეთ წიგნიცა 300 logical fallacies. პროპაგანდა ხშირად იყენებს ამ ლოგიკურ ჩავარდნებს სპეციალურად. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვან, ამას ქვია არასწორი მიზეზის ჩავარდნა. მაგალითად მე რო ჩავრთო ტელევიზორი და გავიდეს გოლი. ფეხბურთზე არხზე გადავთო, გავიდეს გოლი. მეორეჯერ ჩავრთო, კიდე გავიდეს გოლი და დავასწრო რომ მე რო ტელევიზორს თავ ამიტომ გადის გოლი. ან უფრო პრაქტიკული შემთხვევა მაგალითად ყველა იმ ქუჩაზე სადაც ჩხუბი მოხდა იყო მაკდონალდსის შენობა. მაშინ სადაც მაკდონალდსის შენობა იმის მიზეზით რომ ჩხუბები ხდება. აი მაგალითად ეს როგორ შეუძლია გამოიყენოს პოლიტიკოსმა. აქციაზე თუ რამე ცუდი მოხდა, იმ დროს იყო ოპოზიციონერი. ამიტომ ოპოზიციონერი იმის მიზეზით რომ ჩხუბები მოხდა. ეს შეიძლება მართლა ესე იყოს, მაგრამ დედუქციურად არ გამოდის. მაგრამ პროპაგანდა ისე იტყვის, რომ ეს თითქოს ერთმნიშვნელოვნად ასია. ეხლა ესე დეტალებს ჩვენ თუ ვერ გვყვებით, ვერ მოგატყუებენ. მაგრამ ხო ესეც ისევ მიდის სოციალური პრობლემებზე. ვერ მოგატყუებენ, უფრო სწორედ სიმართლეს ვერ გაიგებ. მაგრამ მიხვდები რომ გატყუებენ, ხო, მიხვდები რომ გატყუებენ. ეს უბრალოდ ერთი მაგალითი, უბრალოდ ამასაც ვიტყვი, რომ ესეც მიდის ისევ განათლების პოლიტიკასთან. ახლა ადამიანს სოციალური პრობლემები აქვს, ჩვენთან არ არის, ესე იგი ეს შრომის პოლიტიკა კარგად მოწესრიგებული, როცა დილიდან საღამომდე ადამიანი მუშაობს, ოჯახი ყავს, ახლა იქ დააჯდეს და ლოგიკურ ჩავარდნები ისწავლოს, არც კი არის ადეკვატური, ხო? და აქედან გამომდინარეობს მე ის, რომ ადამიანებს უჭირთ ამ ტყუის და სიმართლის დადგენა. თუმცა ეს ფილოსოფიურადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა გონებისა, კიდე ადამიანი, ნუ ქართული ტერმინით თუ ვიტყვით, გულითაც უყურებს საკითხებს, ანუ მაგალითად პროპაგანდაში როცა არის ბოროტება, არ აშკარად ბოროტული სულისკვეთებითა ინფორმაცია აკრეფილი, შეიძლება ადამიანმა არავითარი ლოგიკურ ჩავარდნები არ იცოდეს, მაგრამ მიხვდეს, რომ პათოსი აშკარად არ მიდის კარგისკენ და ამიტომ არ დაუჯეროს. ამიტომ ესეც ერთ-ერთი დამცავი მექანიზმია, რომ როცა ადამიანი ბუნებით არ უსურვებს სხვას ცუდს და ამ პრიზმაში უყურებს, აშკარად ხდება, რომ იქიდან მოდის რაღაც ინტრიგა, მზაკრობა და თვითონ პათოსი, რითაც ინფორმაცია გადმოიცემა, აშკარად კარგს არის ახავს მიზნად. ხო, ანუ ესე იგი ერთი არის, რომ ანუ მე როგორ ვთქვათ მოკლედ ერთიან დადებაში რომ რაღაცა ლოგიკური შეცდომები ხო ლოგიკური ჯაჭვი არის თითქოს მაგრამ იმ ჯაჭვში არნიშნავს რომ ის აუცილებლად მართალია ანუ იმ ლოგიკურ ჯაჭვში იპოვოთ რომ ეს არ არის აპრიორში აუცილებელია ასე ანუ პირველთვის ან როგორც მინდა რომ მოკლედ ახსნა პირველი ვარიანტი ასე თქვეს ლოგიკური ცდომილებები რა ლოგიკური შეცდომები კი ერთი ეს არის მეორე არის შევხედოთ განზრახოს გულით შევხედოთ რაღაცა როგორი პათოსი აქვს და როგორი პათოსია ვისკენ არის მიმართული და რას ქადაგებს რა ის გამოწვევას ცდილობს ადამიანებში და ემოციებს ხო მაშინ თქვათ პროპაგანდაზე უფრო არსობრივად ესე იგი პროპაგანდა პირველ რიგში არ არის ცუდი სიტყვა ანუ პროპაგანდა ნიშნავს გარკვეული იდეების მძაფრ და სისტემატიზებულ გავრცელებას ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ეხლა მოვახდინოთ ფილოსოფიის პროპაგანდა ხო არაა ცუდი თუ გჯერა რომ ფილოსოფია კარგია მაგრამ საერთოდ სიტყვები იცვლის მნიშვნელობას როცა ერთი და იგივე კონტექსტში გამოიყენება ძალიან ხშირად ხო მაგალითად ეხლა რადგან 10,000ობით შემთხვევის დროს ტერმინის სიამოვნება გამოიყენებოდა ერთ კონტექსტში ეხლა მე რო სიამოვნებას გეტყვი შენ წახვა სექსუალურ სიამოვნებას და არა არსებობს ესთეტიკურიც აი ესეა პროპაგანდა რადგან პროპაგანდა უმეტესად გამოიყენებოდა იმ კონტექსტში რომ აქ საუბარია პოლიტიკოსი ან პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანი როგორ შეყავს შეცდომაში სხვები პროპაგანდას უკავშირებთ ამას რომ აუცილებლად ტყუილი სისტემატიზირებულად და მძავრად გავრცელებული არდა პროპაგანდა შეიძლება იყოს კარგი რაღაცის გავრცელებაც ყოველგვარი ტყუილების გარეშე მაგრამ ჩვენ ახლა პოლიტიკას ვსაუბრობთ ხო ამიტომ ამ კუთხით ანუ ეს მიზანმიმართული შეიძლება იყოს რომ კონკრეტულ სიტყვას სპეციალურად შეუცვალო მნიშვნელობა ეცადო რომ ეს სიტყვა გახადო რაღაცა და კონკრეტული მასში ჩასვა ხო კი ეგრე ბევრ რაღაცა მეც რო დავწერე ამ სამაგისტრო სციენტიზმზე მაგალითად სციენტიზმი თავიდან დადგინდა როგორც იდენტიფიცირდა როგორც თითქოს მეცნიერების არასწორი აღქმა და სხვადასხვა ფილოსოფიაში როცა დეფინიციაში უარყოფით შინაარს ქვია persuasive definition ნიშნავს მოტივირებული დეფინიცია ანუ რაღაც განმარტებას რო ახდენ არ უნდა ჩადო უარყოფით შინაარს და არც დადებითი ისე თუ უარყოფით ტერმინებიც კი როგორიც არის ფაშიზმი მაგალითად ფაშიზმის განმარტების დროს არ უნდა თქვა რომ ცუდია უნდა თქვა რა არის და შემდეგ გააკრიტიკო იმიტომ რომ არ უნდა ჩანდეს შენი მოტივი ეს არის ყველაზე მიუკერძოებელი. აი მაგალითად ჩვენი დღევანდელობიდან მაგალითად რო ვიღოთ ლიბერალი ან კონსერვატორი. ერთი მხარეს ცდილობს რომ კონსერვატორს რაღაცა ცუდის ის კონოტაცია მეტად ხო რომ უფრო რაღაცა მკაცრი რაღაც სიახლისადმი მიუღებელი ადამიანია და მეორე ცდილობს რომ ლიბერალებს დაარქვას რაღაცა ამორალური თუმცა ლიბერალურ სპექტრში შეიძლება იყოს ადამიანი ვისაც ექსტრემალური ლიბერალიზმი არ მოწონს თვითონ ლიბერალია და კონსერვატივშიც იყოს ხალხი ვისაც რაღაცა გამოვლინება არ მოწონდეს მაგრამ თავის კონსერვატიულად თulides მაგრამ პროპაგანდა მაგას შვება რომ ერთ ყოფში მოხარშოს ასე ხო ერთ ხაზით წაიყვანოს ხო რომ ყველა ლიბერალი ცუდია იმიტომ რომ ის ამ ხაზის იქით არიან და იქიდან თქოს რომ ყველა კონსერვატორი ცუდია იმიტომ რომ ხა ეს აქეთ არის კი გეთახმები მაგალითად ეს მაგალითი
აი მაგაზე შეგვიძლია ვთქვათ ორი მიმართულებით ხო ერთი აი წმინდათ აკადემიურ დონეზე უნდა ვიცოდეთ რომ ცნების დეფინიციაში არ უნდა ჩავდოთ არც უარყოფით შინაარსი არც დადებითი და დეფინიციის დროს არ უნდა ვთქვათ არც ის რომ სწორია და არც არასწორია ამას ნიშნავს ემოციებისგან დაცლილი დეფინიცია უნდა იყოს რას გვეუბნება მაგალითად თეისტი ფილოსოფოსი რომ განმარტავს რა არის ათეიზმი ესე კი არ დაცეს ათეიზმი არის არასწორი რწმენა რომ ღმერთი არ არსებობს არა ათეიზმი არის რწმენა რომ ღმერთი არ არსებობს ხო არ უნდა იყოს არც უარყოფით არც დადებითი იმიტომ რომ ეს გავა persuasive definition-ში, რაც არის შეცდომა. და მეორე რაც შენ თქვი, ეგ რისგან არის გამოწვეული, ხო? როცა არის ინფორმაციული ომი და რა პოზიციაზეც არის ადამიანი, ეს არის ცნობილი მეთოდი, შენი, ესე იგი, მიმდევრები რომ არ დააბნიო, რომ ტრად დაუსახო კონკრეტულად ერთი რაღაც. ბევრს თუ დაისახავ, ძალები გაიფანტება. ამიტოა რომ მაგალითად კონსერვატიული მიმართულებით, რომელიც ან ლიბრალებს, ან ფარისევლებს, ან თუნდაც ნამდვილად. რატო ეუნება რომ აი ყველა ვინ ჩვენ არ გვეთანხმება არის ლიბერალი, იმიტომ რომ მარა უთხრას რომ იქ არის კიდე ლიბერალიზმის 6 ვარიაცია, ზოგი უფრო სავარაუდო, ზოგი არა უკვე დაკარგა სიმძაფრე ემოციური. ამიტომ უნდა დაუსახო რედუქციონისტურად ერთამდე უნდა დაიყვანო და მიმართო როგორც ტრიხატი კაფიო და ეს ტრიხატიც ამ მეთოდოლოგიით იგება. ამიტომ ესეც ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით გამოვიყენოთ რომ როცა ესე იგი განსხვავებული მოსაზრებები ერთამდეა დაყვანილი და ის უარყოფითად წარმოჩენილი უკვე საქმე გვაქვს პროპაგანდასთან. ესეც არის ნიშანი. იმიტომ რომ ეგრე არ ხდება. თორე ეხლა ჩვენ რო ავიღოთ მიუკერძებლად თუ გინათ აი იმაში გეტყვით რა ქვია თითქოს რომ ეს უცნაური ჩანს რომ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი შეთავსებადია. ხო ესე წარმოჩინდება რომ ან ერთი ან მეორე არ ჩვენ იმიტომ რომ conversation რას ნიშნავს ანუ ეს ღმერთიც რო გამოიყენება შემნარჩუნებელი მიზეზი ანუ როგორც კონსერვი ანუ კონსერვატიზმი ნიშნავს ამ ტრადიციებისგან რაც დაგროვდა კარგი გამოცდილება შევინარჩუნოთ და ლიბერალიზმი ამ პოზიციიდან უარყოფითად წარმოჩენდება თითქოს ეს ყველაფერი უარყოთ და ყველაფერი ახალი ავაგოთ რატო რამაც იმუშავა კარგად დავტოვოთ და ისეთი ახალი შევითვისოთ რომელიც ამასთან დაპირისპირებაში არ არის და მოგცემს მთლიანობაში დიდ სურათს რა პრობლემაა მაგრამ რა თქმა უნდა ეს რადგან პოლიტიკური ნება არ არსებობს ამის ორი მხარე დაითანხმება ანუ ორი მხარის ადეკვატური ნაწილი დაითანხმება ხო ალბათ თანაბრად უნდა უსმინო რა გონებითაც უნდა უსმინო და ემოციურად და გულითაც უნდა უსმინო და მიხვდე რომ რაც არ უნდა სწორ პოზიციაზე იდგეს ადამიანი თუ მეორე მხარის აბსოლუტურ დემონიზებას აკეთებს რაღაცა ხო აი უკვე საეჭოა უკვე საეჭო არის ხო იმიტომ რომ დაპირისპირება და ორბანაკად გაყოფა და რაღაცა შეუძლებელია საერთო ინტერესში შედიოდეს ხო გეთახმები ჩვენ საზოგადოების საერთო ინტერესია რომ რაღაცა ერთად ვიცხოვროთ განსხვავებული აზრის ხალხმა და რაღაცა ყველაზე ძირითადად შევთანხმდეს რაღაცა მუშაობდეს და თუ შენი ნათქვამი მიმართულია დაყოფისკენ და რაღაცა მარგინალიზაციისკენ სულ რომ მართლა ესე ხედავდე მე მგონია რომ ეგეთი ტერმინები მაინც არ უნდა გამოიყენო რა სულ რომ თვლიდე რომ სულ შეიძლება რაღაცა რო ავიღოთ პოლიტიკური სპექტრი ხან შეიძლება ამის ხმა იყოს სწორი იმ დროს ხან ამ დროს ხან ამის ხმა მაგრამ მაინც თუ რაც უნდა სწორი იყო და მეორე მხარე რაც უნდა მცდარი იყოს მაინც თუ რაღაც შეურაცხყოფა სიტყვებით გამოდიხარ და რაღაც დემონიზებას ახდენ უკვე მცდარი ხო უკვე იმი რასაც ამბობ იმას რა აზრი ეკარგება ჩემთვის რა თუ ერთმანეთს გადავემთეთ პოლიტიკური იმას რა აზრი აქვს ან ევროკავშირი შეხოთ არ შეხოთ რა აზრი აქვს ერთმანეთს დავუხოცეთ კი 100%-იანია ალბათ აქედან უნდა გამოდიოდეს შეფასება იმიტომ რომ ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად გასაგები არის ხო კარგი და ცუდი არის და ერთმანეთის რაღაცა სხვა არავნო სხვა ადამიანს ეგ ყველაზე მარტივად გასაგებია თორე ხა იმას ვერასდროს ვერ გავერკვევით ჩვენ მაგათი ევროკავშირი კარგია თუ არა აი რა ვიცი მე მგონია რომ რაღაცა პოლიტოლოგი რო დასვას სამი პოლიტოლოგი შეიძლება იკამათონ გაუჩერებლად საქართველოს უნდა წავიშევიდეს თუ არა იმიტომ რომ აქეთაც არის არგუმენტები იქითაც არის არგუმენტები სამაგიეროდ ის რო ხდება იქა და ას ვერ გაერკვევ ვერასდროს რა გეთახმები აი ის შეიძლება თქვი ესეც ერთი ასპექტი სწორედ ეგ არის ანუ мотиваცია ხო შენ თქვი რომ თუნდაც რომ რაღაცა მართალი იყო ანუ რას ისახავ მიზნად ხო რატო ამბობ ამას და საერთოდ ეხა ყოველგვარი მორალის გარეშეც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს რო პატივს ვცემ ამაშია შენი სიღრმე და სიდიადე ხო ეხა ყველა თუ გეთანხმება ხო მაშინ პატივისცემაზე რა გჭირდება ბიზგის მისაცემად ხო უკვე გამზადებულია და მეორე მხრივ ცხოვრება იმითაა საინტერესო რომ არ ვეთანხმებთ ერთმანეთს ხო სკოლარულ სამყაროშიც რაღაც თეზის რო იცავს სულ გაგაკრიტიკებენ და ამ კრიტიკის და დაცვის გზით მივდივართ წინ ან წინააღმდეგობა თუ არ ხვდება რამეს ის არ იხვეწება ამიტომ პირიქით კარგია თუნდაც ევროკავშირში შესვლის მოწინააღმდეგესო სერიოზული არგუმენტები აქვს ეს უფრო დახვეწავს თუ სწორია რომ შევიდეთ ეს პოზიცია უფრო გაძლიერებულად გვეცოდინება რატო უნდა შევიდეთ თორე ყველა რო თქვათ რომ შევიდეთ და არავინ ეს პოზიცია არ გააკრიტიკოს ძალიან ნაიურ დონემდე დავა
ამიტომ პირიქით კარგია რომ კრიტიკა არის და საერთოდ და მაგალითად თუნდაც ამ კუთხით რატო არის დიქტატურა ცუდი, ხო? დიქტატორს არ აკრიტიკებს ირგვლივ ყოფი არავინ. და ისიც ვერ ხვდება რაში ცდება, თუნდაც რომ არ კონდეს ბოროტი განსრახვა. ამიტომ კრიტიკის გარეშე ხო მეცნიერებშიც როგორ არის თეორია სანამ ესე იგი აღიარებული იქნება როგორც კონსენსუსის დონეზე, საოცარი ფილტრი უნდა გაიაროს. ესე კი არა რომ ვიღაცამ თქვა რომ დიდაფეთქება იყო, ხო, კარგი იყო. ეს ხო არ არის. რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს და კიდე გადის დღემდე არის. კიდე გადის და არ დამთავრებულა, მაგრამ საერთოდ რომ აი ვთქვათ რომ ამ ეტაპზე ფიზიკა ისე ფიქრობს, რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს ფილოსოფიაშიც და ყველგან წარმატება ასე მიიღწევა. ამიტომ პოლიტიკაში ჩვენ ესე უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ხო ყველაზე ძირითადად შევთანხმდეთ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის პატივისცემა, არავითარი დემონიზება, როგორი აზრიც არ უნდა კონდეს, ყველაზე ცუდი კიდე არის დაცინვა, რაც ძალიან ყველაზე ცუდი აკრძალული შეგვიძლია დავარქვათ კამაჩი და ზოგადად საუბარში. იმიტომ რომ ამ ცინიზმში შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს და ძალიან ქვემოთ ჩამოყავს, ხოლოდ იმიტომ რომ არ გეთანხმება. ეს უკვე შინაარს უკარგავს მერე კამაც, იმიტომ რომ პიროვნულად უკვე აღარ მოგწონს ადამიანი. და აი ეს რო არ დამოვიწყდეს ვიტყვი კიდე ერთ-ერთი ლოგიკური შეცდომა რაც არის, რაც ძალიან ხშირია ჩვენ პოლიტიკაში, ეს არის ad hominem fallacy ქვია. ანუ ადამიანი რო წამოგიყენებს არგუმენტს და არგუმენტს მაგრამ ებრძვის მის ავტორს. მნიშვნელობა რა აქვს ავტორი ვინ არის, ხო? აი მას ვიტყვი რომ ეს გამოგვადგება, ესე იგი როგორ დავადგინოთ ჭეშმარიტება, როგორც ჩვენ თქვი, ხო? მაგალითად რაღაც ტელეარხზე უყუროთ გარკვეული თეზისები გამოითქვა, ან Facebook-ზე, ან თუნდაც სხვა წყაროში. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეს თეზისი შეესაბამება თუ არა რეალობას. იმისგან დამოუკიდებლად ვინ თქვა. ანუ ჩვენ რო ვიღაცამ თქვა რაღაც თეზისი და რადგან აპრიორი ეს ადამიანი მოგწონს ან არ მოგწონს, ამან არ უნდა განსაზღვროს როგორი დამოუკიდებლობა გვექნება იმისადმი თუ რა თქვა. ხო. იმიტომ რომ ძალიან ცუდმა ადამიანმა შეიძლება თქვა სწორი და პირიქით ძალიან კარგმა შეიძლება თქვა რაღაცა სიმართლე. ხო, ჰიტლერს რო თქვა რომ ყველა ლუწი რიცხვი იყოფა ორზე, ხო, რადგან ჰიტლერია მათემატიკა ხო არ შეიცვლებოდა. მაგრამ ჩვენ რადგან ემოციური არსებები ვარ, ძალიან ვარყოფით დამოკიდებულება რო გვაქვს ვიღაცისადმი, უკვე ვერ ვაკონტროლებთ და მაინც გვინდა რომ რაღაც სუდი ვნახოთ იგან პირიქით. ეგეც პროპაგანდის ერთ-ერთი არაღია, რომ მეორე მხარეს დგომი ადამიანის რაღაცა ღირსება და რეპუტაცია შელახო, რომ იმის ნათქვამს აზრი აღარ აქვს, რა მნიშვნელობა რას იძახის. ეგეც ვფიქრობ აკრძალული ლეთია მაგის გამოყენება არ შეიძლება. მოიტყვის რომ მე ეს არ მომწონს ამიტომ ხომ არა შენ რომ მაშინ ისე ქენი ანუ მაგას ამშრალობა ადრე რა ქნა და აი ჩემი აზრით ეგ თუ არ გადავლახეთ ჩვენ ვერ წავალთ წინ, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით აი განსაკუთრებით პოლიტიკაზე აი რა ადამიანა განცხადება რომ გააკეთა და თუ გინახავს შორტები როა Facebook-ზე, აი სტატისტიკა რომ გააკეთო, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა ეთქვა, 80% კომენტარების განიხილავს მის პიროვნებას. და არა იმას რა თქვა. 80%. შეიძლება ზოგჯერ უფრო მეტი. ანუ ხო შეიძლება ცდება, შეიძლება სწორია, მაგრამ არავინ არ განიხილავს ეს თეზისი, რაც თქვა შეესაბამება თუ რეალობას. ანუ ისეთი გარემოა შექმნილი, რომ პოლიტიკა არის პერსონიფიცირებული. დაეკარგა მნიშვნელობა რას ამბობს და რას ეკნობა. მთავარია ვინ თქვა. და ეს თუ არ გადავლახეთ, ყველა შეცდომაში შევალთ. ასე ვერანაირი გზით შესაძლოა გამართა შენი აზრით. მე არ ვთვლი რომ თქვა ეს არის რომ ერთი მხარის ბრალი, მე ვთვლი რომ ყველა პოლიტიკური ძალა და რაღაც დოზით დამნაშავეა ამაში. და რაღაცა ჩვენში არის ეს პრობლემა რაღაცა ქართულ კულტურაში და ტრადიციაში რომ ეს გამოვიდა აქამდე მივედით თუ ზოგადად ადამიანის პრობლემაა ეს რატო დაგვიმართა რომ ამ კატეგორიებით ვფიქრობთ უფრო მეტად ვიდრე ის რომ დავუკვირდეთ როგორ არის იცი დაუშვათ ადამიანთან რო გაქვს ურთიერთობა სიტყვაზე 10 წელი ხო და დაუშვათ რაღაცაზე ცოტა გიჩხუბიათ გიგამათიათ მაგრამ ისევ მეგობრები ხართ ხო მომავალში რაღაც რომ მოხდება თქვენ შორის ამას ვერ ამოგლიჯავ კონტექსტიდან ხო ანუ შენ ტვინი ეს აღიქვამს აი ეს 10 წელი რაც გაიარეთ ამის ფონზე აღიქვამ ახლა აი ესე ჩვენი პოლიტიკაც ხო ახლა მაგალითად ამ გადაცემაში ჩვენ ამ პარადიგმას ვერ დავამსხვრევთ ეს არის ესე იგი დამიწებული და წარმოუდგენლად ბევრი მიზეზი აქვს და ძალიან ბევრი ისტორიული გარემოებები. ხო, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ ძირითადი პრინციპები ნელ-ნელა შევცვალოთ. მე ვფიქრობ, ოდესმე აქედან გავალთ. ამ თვითონ ესეთი აზროვნების ფორმატიდან, რომ მნიშვნელობა მარტო იმას რო აქვს, რომ ვინ თქვა, რაღაცა სიტყვის მაშინ სად იყავი და ესეთ კატეგორიებით ვერავინ ვერ მივართ ჭეშმარიტებამდე. თორე თვითონ ჩვენ უშლით ხელს. მაგრამ ეს არის ამ საკუთარ თავს უშლით ხელს. საკუთარ თავსაც რეალურად რაღაცა. ასე ვერ დავი, იმიტომ რომ არც გვინდა გავიგოთ რა სწორი. ანუ მოტივი ჩვენ რა გვაქვს? ისეთი გარემო პოლიტიკაში შექმნილი, რომ თავარია დამტკიცდეს, რომ მე ვარ სწორი და ჩემმა მხარემ გაიმარჯვოს. ყველას აქვს ეს მიზანი. და ეს უკვე აპრიორი არასწორი მიდგომაა. და აი რო არ დამოწდეს პროპაგანდის მიზანი რატო ამ საკრული და ბოროტული. თუ დააკვირდებით, რამდენი რეპორტაჟს არ უნდა გაკეთდეს და როგორი ექსპერტებს არ უნდა მოიწვიოთ, მათ აქვთ აპრიორი აჯენდა, ანუ კვლევამდე ჯერათ გარკვეული თეზისების და მთელი გადაცემა ეძღვნება იმას, ყველა არგუმენტი და ფაქტი როგორ მოარგონ იმას, რაც წინასწარ ისე დაჯერათ, რაც არ უნდა ყოფილიყო.
აი ეს იგრძნობა, ამას ვერ დამალავ. ხო, პოლიტიკური ექსპერტი ზოგი არის პროდასავლური და იცი რომ ყველაფერს დაინტერპრეტებს ხო? არის ანტიდასავლური და მისი ყველა იქნება ანტიდასავლური. და ჩვენ როგორ უნდა შევატყოთ რომ მეუკერძობენ მკვლევარია თუ ადამიანი თავისუფე პოზიციას ამობს რა ნაკლები აქვს. ხო. და მოწინააღმდეგეს რა ძლიერი მხარეები. აი ეს უნდა თქვას. თუ ობიექტურად აქ ხო არ გამოიგონებს, როცა აშკარად ეს ერთი მიმართულებით მიყავს, რომ შენი პოზიცია არის იდეალიზირებული, მთლიანად, ანუ აქ უნაკლო, უცდომელი და აქით ნონსენსი და ამის როგორ გჯერათ, უკვე ძალიან დიდ საალბათოდ გვიჩენს ეჭვს, რომ მას აქვს აპრიორი აჯენდა. და აპრიორი აჯენდით ვერას ვერ მივალ ჭეშმარიტებამდე. ხო, თან ახლა ეს სიტუაცია რო აიღო შენ რო თქვი, რომ იმასაც სხვა მხარესაც თუ მოусმენ და მის წინ მხარებს გაითვალისწინებ, ისევ შენთვის იქნება უკეთესი რა. ეს სიტყვაზე ჩვენ საზოგადოებაში რაღაცა გაიმარჯვა უმრავლესობა ხო დემოკრატია რომ უმრავლესობით ხდება რომ გვინდა ევროკავშირში შესვლა. და ნუ რაღაც დაემთხვა წავიდა პროცესის რომ შევედით. თუ არის რაღაცა 30% ადამიანი შეიძლება რაღაცა 59-51-ზეა, რომელიც ამბობს რომ არ მინდა ამის და ამის და გამო. თუ არ მოусმენ და არ გაიაზრე, შენი შესვლაც რაღაც არამყარი იქნება, იმიტომ რომ იქაც მე ვერ იცხოვრებ რა. ანუ იმასაც თუ მოусმენ, იმისი არგუმენტიც გეწოდინება, ისაც არ ფთხებს ხედავს. უფრო გააზრებული იქნები, შიგნითაც მე რანაბიჯები გადადგა და სხვისიც გაითვალისწინა, იმიტომ რომ კი 51% უმრავლესობაა, მაგრამ 2% რო შეიცვალოს ადამიანმა აზრი, მე ის ხდება უმრავლესობა, ამიტომ ვერ გავერთიანდებით ასე ყოველთვის ის ვიქნებით რა, ასე დღეში ვიქნებით რა, იმიტომ რომ ხა შეუძლებელია დღეს ხო რაღაცა ესე გაიყო რომ რაღაცა ორი ბანაკი არის რა, აქეთ სამთავრობო ბანაკი და ხალხი ვინც მთავრობას მიცა ხმა და აქეთ ვინც ოპოზიციას მიცა. ნუ შუაში ძალიან ცოტა არის. და არ შეიძლება ამან იმას ყველას ვინც მთავრობას მიცა ხმა რუსეთს უმეეძახო და რუსეთი უნდოდეს, იმიტომ არ არის ესე და არ შეიძლება ამან ეძახოს ლიბერალი ფაშისტი იმას, იმიტომ რომ ესე ისიც ეგ არაფერს კარგს არ მოვიტანს შანსი არ არის არც ერთხარეს მივახციოთ ხო. გეთანხმები, ეგეც ისევ სულ რომ რუსეთ უნდა იყოს და თქვას რომ რუსეთი მიყვარს, ისიც მოქალაქეა და შენსავით დადის არჩევნებზე და მაინც მოგიწევს გაითვალისწინო დემოკრატია ეგ არის, მე ესე ვხედავ რა. მეც გეთანხმები, ეგ ისევ ეს დაკენსელების კულტურის ის არის ხო, გაგრძელება რომ რაღაც აზრი იმ გრადაციის მიუღებლობაში აიყვანო, რომ მაგალითად მისი წიგნები აკრძალო, არსად არ გამოი Facebook-ი დაუბლოკო, ეს არ შეიძლება. ჩემი აზრით არის რაღაცა იდეები, რომელიც შეიძლება ასე დაბლოკო. მაგალითად, აი ადამიანი რო აკეთებდეს გადაცემა, სადაც ხსნიდეს, რომ ბავშვს რო ტანჯვა მიაყენო, როგორი კარგია. ანუ ეს შედის გამოხატვის თავისუფლებაში, ალბათ ამას შევთანხმდებით, რომ ესეც არ შეიძლება. მაგრამ ესა ძალიან სენსიტიური საკითხები ხო, რომელიც არის, რომელიც უბრალოდ იმდენად ფუნდამენტურად ხო. დავიდეთ დავაფეთქოთ გასაგებია. ეგეც რაღაცები, მაგრამ თუნდაც მე ვთვლი, რომ ადამიანი რო ფიქრობდეს, რომ რუსეთი კარგია, იმასაც უნდა კონდეს გამოთქმის თავისუფლება, არ უნდა დააბულინგო, არ უნდა დაცინო. მოусმინო, უთხრა არგუმენტები და იქნებ მეორე დღეს ის შენზე მეტ პატრიოტი გახდეს. რუსეთს არ ვიცი ჩვენ როგორი პროპაგანდა აქვს. რუსეთს ისეთი საკურული პროპაგანდა აქვს, რომ 30 მესიჯ ბოქსი უნდა გაიარო, რომ მიხვიდეს სიმართლემდე ძალიან საკურული. ამიტომ შეიძლება იმ ადამიანის ბრალი საერთოდ არ არის. ისეთი დახვეწილი პროპაგანდა აქვს რუსეთს, რომ ძალიან რთულია ის გაფილტრო. ამიტომ ჩვენ ასეთ შეგვიძლია შევხედოთ კონკრეტულად ეს მაგალითი თუ მოვიყვანეთ, ხო? ამიტომ და ისევ 21 საუკუნეში რადგან ძალიან ბევრი ეპისტემური წყარო, ანუ ინფორმაციის გადაცემის ფორმატები უფრო რთულია ჭეშმარიტების ადგენა ვიდრე ადრე. იმიტომ რომ ადრე შეზღუდული ფორმატები იყო, ხო? ეხა ფოტოს ნახა ვიფიქრებ, რომ ფოტოშოპია, ვიდეოს ნახა ვიფიქრებ, რომ დამონტაჟებულია, ხელოვნური ინტელექტი ისე ქმნის პერსონაჟებს, რომ ვეღარ გაარჩევ რეალობისგან. ეხა ეგ ჩვეულებრივ ადამიანი კი არა, რა ვიცი, პროფესიონალ სოციოლოგს და ფილოსოფოს უჭის ჭეშმარიტების დადგენა და ეხა რიგითი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ბევრი წყაროზე წოდომა და სპეციფიკურ არხებს უყურებს, თუნდაც აქეთ მიმართულებით უნდა იგით, ხო? ჩვენ მას ძალიან მაღალი სტანდარტი არ უნდა დაუწესოთ, რომ ეს როგორ შეგეშალა, ხო? მოусმინოთ ვიკამათოთ ისიც დაუშვათ რომ იქნებ ჩვენ ვწდებით და ყოველთვის ხო ეხაც მაგალითად მე რო გესაუბრები შენ ეხაც მიზანი ის მაგრამ რაღაც დავადგინო შენს მოგისმინო ახალი გავიგო ის კი არა რომ რაც აქამდე რაღაცა ვიცოდი რომ დაგარწმუნო და ეს მოგიტანო აი რა მაგარი ვარ ხო ესეც ისე мотивაციამდე მიდის რა არის мотивაცია და ერთს უბრალოდ ჩემი აზრით საინტერესოს კითხვა ამაზე რო არ დამავიწყდეს ისე არსებობს ეპისტემური ქედმაღლობაც და ამპარტავნებაც ანუ როცა ძალიან მაგარი გონია თავი ეხლა ჩვენ ისტორიულად რო გადავავლოთ თვალი ხო მაგალითად ცალკეულ საკითხებს შემსთარან პლატონი, არისტოტელე, ბოეცი
ბორსიუსი, ავეროესი, თომა აქვინელი, ჰიუმი, კანტი, თუნდაც მეცნიერები კეპლერი, ნახევარი გამიგია ვინც ჩამოთვალე. ხო, აი ესენი ჩვენ შეგვიძლია დავასაბუთოთ, რომ ცალკეულ საკითხებში შეცდენ ადამიანები, რომელსაც ნობელის პრემიები აქვს აღებული, დაწერილი აქვს 20,000 გვერდი და ეხა ეს რო ჩვენ ვიცით და ამის ფონზე ჩვენ ესეთ დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი თავისადმი რომ მე როგორ შევწდები. ნუ შენ კი. ხო, ან ეს პოლიტიკოსი როგორ შეცდა. ხო, როგორ შეცდა. ხო. და როცა ჰიუმი შეცდა. ხო. ხო, ეს უბრალოდ არის სასაცილო. ერთი მხრივ სასაცილო, მეორე მხრივ ანუ უნდა დავაკვირდეთ ჩვენ რა დონეზე ვართ ინტელექტუალურად. ხო, ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის, უფრო კრიტიკულად უყურებს მის თავს, უფრო მეტად ხედავს, რამდენად დიდად ალბათოდ შეიძლება ცდებოდეს. და როცა ცოტა იცი, ყველაფერი მკაფიო გონია და როცა ღრმად ჩახვალ, ყველაფერი ბუნდოვანდება. რეალურად ხო, აი ისევ მაგ პრინციპიდან გამომდინარე და ერთი რო არ დამავიწყდეს, აი ეს პრინციპი უნდა დავიცვათ ყველამ. პირველ რიგში ნახე, ჩვენ თუ სწორი არ გვეცოდინება იდეა, შეუძლებელია მივახციოთ პრაქტიკულ წარმატებას. იმიტომ რომ ეხა თუ არასწორის გჯერად ამის მიხედვით გააკეთებ, ხო ვერანაირი პრაქტიკულ სწორ შედეგს ვერ მიაღწევ, ხო? ის არისტოტელეს ფრაზა, დასაწყისში დაშვებული შეცდომა გადაიზრდება უდიდესად ბოლოში. ანუ არასწორად თუ იწყებ, ეხა მე რომ არასწორი რუკით წავიდე სახში, ხო მივალ სხვაგან. აი ესე არ, ჯერ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტება და შემდეგ იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. და როგორ უნდა მივაგნოთ ჭეშმარიტებას? ჩემი აზრით, აი ამ პრინციპს თუ კრიტიკული მასა გავიზიარებთ, ჩემი აზრით მივაგნებთ. არის ესეთი პრინციპი, რასაც ქვია სოკრატული პრინციპი, ენტონი ფლიუმ უწოდა. ესე იგი, აღიარე დასკვნა. თუ მასე ფაქტები და მონაცემები მიანიშნებენ იმისგან დამოუკიდებლად გაწყობს თუ არა რომ დასკვნა არის სწორი. ეს არის შესაძლებლობა ძალიან რთული. ნახე, თუ რაღაც ფაქტები და მონაცემები მიანიშნებს ამ დასკვნაზე, უნდა აღიარო თუნდაც რომ იყოს ძალიან დისკომფორტული იმის აღიარება. აბა ის გადაიტანა პრაქტიკულ ცხოვრებაში როგორი რთულია, შეიძლება რაღაც იდეა გაწყობს და სწორი იყოს და აშკარად მიანიშნებს ეს ფაქტები რომ არ არის. ხო, ამაზე წინა კი არ უნდა დაიწყო თავის მართლება. არა, გაუსწორე თვალი რომ რაღაცას შეცდი და გაუსწორე თვალი რომ რაღაც ნაკლი აქვს შენ პოზიციას. ნახე, ეს რატო გვიჭირს ჩვენ მაგალითად საქართველოში, ხო? ამის პრაქტიკა არ გვაქვს. რამდენჯერ გინახავთ ტელევიზორში ვინმე თქვას რომ სამწუხაროდ შევცდი, თუნდაც წარსულში. თუნდაც რაღაც პოზიციაზე მორალს თავი გამანებოთ რომ მე თუ ის მოლოდინია რომ ძალიან გააკრიტიკებენ მას პიროვნულად, აი უბრალოდ რაღაც პოზიციაში აი მეგონა რომ დავუშვათ ტრამპზე და მე გავიგე და თუნდაც აი მასოხაძე გამახსენდა ეხა ბოლოს ვინც თქვა რომ ადრესე მეგონა და ვწდებოდიო და ხო ამას მოусმინე მეც. და ეგ რატო ნახე ეგეც ჩვენი ბრალია. და ძალიან თვალში მომხდარა ხო ისეთი იშვიათობაა. ეგეც ისე იშვიათობაა და ეგეც ჩვენი ბრალია საზოგადოების რატო ნახე ადამიანი ამას რო ამბობს ამას უნდა შევხვდეთ პატივისცემით. როდესაც წინასწარ არის გარემო ესე მომზადებული რომ ჩასაფრებულია ყველა რომ თავარია შეცდომა თქვი რომ გადაგივლის მეორე მხარე, რა თქმა უნდა ამით თვითონ უშლი ხელს რომ ადამიანმა ეს თქვას, ანუ არ გენდობა. როგორც აი მეგობარი თუ გენდობა, თუ მართლა სწორად გესმით თქვენ მეგობრობა და გითხრა რომ აი შემეშალა მაპატია და პირიქით იცი რომ ისე კარგი მეგობარი რომ აქედან უფრო კარგი მეგობრობა აშენდება, გეტყვის. და შენ თუ ესე საკურად უყურებ რომ თავარია გითხრას და რაღაც უცაპირებ მის მიმართ არ გეტყვის. ამიტომ ეგეც ჩვენი საზოგადოების ბრალია და არა იმის რომ ის ადამიანები იმდენად ამპარტანები არიან რომ არასდროს არ იტყვიან. ჩვენ უნდა მომამზადოთ ესეთ გარემო, სადაც შეცდომის დაშვება არის ნორმალური. გასაგებია. ჩვენ ვართ ადამიანები. შენ თქვი რომ თუ რაღაცა სწორი იდეა არ გაქვს და ჭეშმარიტება არ იცი, მე ყველაფერიაც ნაბიჯი უნდა გადაგიქიდან დაწყებული და შენი აზრით რა დღეს ჩვენი დღეს ქართულების წინაშე მდგარი მთავარი იდეა რა არის, ან ყველაზე დიდი ჭეშმარიტება რომელსაც ვერ ხედავთ და არ გვესმის. პოლიტიკური, სოციალური თუ უფრო ზოგადი. თუნდაც ზოგადი იყოს, არ ვიცი, აი რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად მცდარი ნაბიჯები გადავდგოთ. აი რა არის ისაც თლიანობაში ყველამ ერთად ვერ გავიგეთ. აი ყველაზე მნიშვნელოვანიაც უნდა გავიგოთ. მე გეტყვი, ანუ რასაც ხედავ, რომ ალბათ ხო, ნუ უნივერსალური პასუხი იქნება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს პატივისცეთ. აი ეგ არის, რომ ჯერ ცოტა კარგად ვერ გავითავისეთ ეგ რა. გეთახმები. ხო, იმიტომ რომ მე აი აქედან თუ დაიწყებ, მე პოლიტიკური დებატიც სწორად წავა, ფილოსოფიურიც და ყველანაირ ადამიანურიც. გეთახმები, მე ვფიქრობ მართლა კარგი პასუხია, იმიტომ რომ აი სხვადასხვა აი გუში ვფიქრობდი მაგაზე და ისეთი აზრი მომივიდა, რომ აი პოლიტიკურ საკითხებში ხო, სამოქალაქო საზოგადოება გავანებოთ პარტიებს თავი უბრალოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში რატო გვიჭირს ესე წარმატებების მიღწევა, ხო და ესეთ აზრამდე მივედი, რომ ესე იგი მე ესე ვფიქრობ, რომ დაახლოებით აი როგორ არის ჩვენ ხო თქვით რომ რაღაც სწორ ხედვამდე უნდა მიხვიდე რომ მე მასე დააფუძნო პრაქტიკა და მიაღწიო წარმატებას. ჩვენ გვიშლის 30-მდე რაღაც რაც სწორ ხედვამდე საერთოდ რომ მივიდეთ. ანუ ხო დაიწყებს სწორი ხედვისგან მისვლას. ესე იგი გამოხდება რაღაც ერთი რაც ისტორიული მიზეზებით გამოწვეული, რაც გიშლის ხელს მეორეზე გადახვიდე. იქ გაიჭედა რაღაც ნაწილი. მე ვიღაცა გადავა მეორეზე კიდე რაღაც მესამე და 30-მდე მივდივარ ძალიან ცოტა. აი მაგალითად ადამიანი გამოვიდა და თქვა რაღაც სწორი.
და საზოგადოების ნაწილი ამბობს, მაშინ სად იყავი? ახლა ნახე, ის რომ ამბობს, მაშინ სად იყავი, ეს საზოგადოება უკვე დავტოვეთ ჩვენი პირველ დონეზე. კაი, ვიღაცა მაგის არ თქვა, გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ეს თქვა და შენ შესწორებს რატო არ აღიარებ? მე თქვა ვიღაცა. ის დარჩა მეორე ეტაპზე. ანუ არ გვინდა ფაქტიურად გამოდის, რომ ჭეშმარიტებამდე მივიდეთ. ესენი, ანუ ვერავმაღლდით იმ დონეზე, რომ ამ ემოციურ პრეფერენციებს არ ავყვეთ. მოდით როებით დავიწყოთ, უფრო ამაღლებული მიზნის გამო ეს გადავდოთ და მოდი ჯერ დავადგინოთ სწორი და შემდეგ დავაფუძნოთ მასზე პრაქტიკა. ანუ ძალიან ბევრი რაღაცები შეგვეჩეხა, რაც საერთოდ გვიშლის ხეს მივიდეთ ჭეშმარიტებამდე. ისევ ეს პერსონიფიცირება, ვინ თქვა, ამას რა კვირდებით, არა რა თქვა, მისი წარსულის ფონზე ახლა რას ამბობს იმის საქმე და ყველა რაღაც საზოგადოების ნაწილები დარჩა ამ ხელის შემშლელ ფაქტორებში. და ხო, ფიქრობ, ყველაზე ძირითად პრინციპებს უნდა შევთანხმდეთ, გეთანხმე პატივისცემა, ანუ ისევ ეს ყველაზე ბაზისური მორალური კატეგორიები ყველას უნდა გქონდეს, ხო? რომ ადამიანს პატივისცემა განსხვავებულობის გამო არ დაბლოკო, თუ ადამიანს რაღაც წარსულში შეეშალა, არ ნიშნავს დააკენსელო და ეს ანიჰილეიშენ გაუკეთო სრულად, ხო ეხა აბა შენ უცდომელი ხარ, ხო? ხო, თითქოს მაგას ცდილობს ყველა, რომ მეორე მხარე გააქროს საერთოდ და ეგეც არასწორია. მეორე მხარე, ხო და ეგ ფსიქოლოგიურ ახსნაც ექნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ საერთოდ ნახე რატო ჩვენ მაინც ვფიქრობ ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომ ბევრი რაღაცისადმი ვართ ადვილად მოწყვლადი. მაგალითად, როცა Facebook-ზე თუ ნახავ რაღაც ადამიანს რო აკრიტიკებენ, ამით იღებენ სიამოვნებას. ოღონ ეს არ უნდა ვთქვათ, რომ ისინი რაღაც სადისტები არიან. ნახე, სუბ გრადაციაში ამას აქ ესეთი ახსნა, რომ როცა სხვას აკრიტიკებ, ქვემესიჯი იცი რა აქვს, რომ მე ხვეს არ მომივიდა. ანუ შენ საერთოდ არაფერი როცა არ გაგეკეთებინა, სხვას თუ აკრიტიკებ, ამბობ, რომ რადგან მე ეს არ მომივიდა, მინიმუმ ეს საკმარისია თქვა, რომ მე კარგი ვარ. და ამით არაპირდაპირად იქებ თავს, ხო? ესეც ძალიან დაბალი დონეა პიროვნული. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე პირდაპირ სხვაზე რომ გადავალთ, რომ ჩვენ დავიხვეწოთ ყოველ დღე, როგორც ინტელექტუალურად, ასევე მორალურად ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ამ გამოცდილებისგან გავიზარდოთ, ხო? ხო არ შეიძლება ერთ ეტაპზე გავჩერდეთ და მე რაზე მწდება გული იცი? ადამიანის ტვინი წარმოიდგინებ, შეუძლია ფიქრობს და ადგენს იმას, რა იყო დიდ აფეთქებამდე. რატო ფართოვდება სამყარო, გააშიფრა დნმ-ის სტრუქტურა. ხო, რა იყო, რატო არსებობს რაღაც და არაფერი, დნმ-ის სტრუქტურა გააშიფრა, ევოლუციაში ჩარევას აპირებს, ხელოვნური ინტელექტს ქმნის, რომელიც შეიძლება საერთოდ ესე იგი იმ დონეზე ავიდეს, რომ ვეღარც გაუგოთ და ამის ფონზე ჩვენ ამ ტვინს, როგორც ულამაზეს და უდახვეწილეს ეპისტემურ ხელსაწყოს რაში ვხარჯავ? აბსოლუტურ აბსურდებში, ხო? და ესეც არ გვესმის ჩვენ რამდენად ამაღლებული არსებები ვართ ყველა შესაძლოა სამხედროების ფონზეც კი მაგალითად ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ვარსებობთ ჩვენ შეგვიძლია მომავალი გავთვალოთ და ვიწინასწარმეტყველოთ კი და რამხელა წარმატებებს მივახციეთ ხო ამ გაგებით ჩვენ თელ კოსმოსზე მაღლა ვდგავართ მაგალითად მზე უბრალოდ არსებობს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიაზროთ რომ ვარსებობთ ანუ ცნობიერება გვაქვს ხო ისევ რაც შენ განიხილებ ბევრ სტუმართან ერთად ამიტომ უბრალოდ ძალიან დასანანია ასეთი რესურსები გვაქვს და ჩვენ რაში ჩავეფლეთ ხო ანუ აი ეს ამიტომ ხო ალბათ შემდეგ რაც მეკითხა მაგას გაეცი ალბათ რაღაც ნაწილობრივ პასუხი რაღაც რამდენიმე აბუნარედი მაქვს შენ სტატუსებს წერხ ხოლმე Facebook-იდან მაგალითად ერთ-ერთია ეს რომ ესენი რომ მიუშვა ნუ ალბათ აქ პოლიტიკოსები გულისხმობა და ის ვინც პროპაგანდას აწარმოებს ესენი რომ მე ეს ვხედავ რომ ალბათ ნებისმიერი აქ მარტო მთავრობა და ოპოზიცია მარტო ამ მთავრობა არ მარტო ოპოზიცია არა ორივე მხარე ესენი რომ მიუშვა ბოლომდე უამრავ ადამიანს ისე დონეზე დაიყვანენ აზროვნებით რომ ადამიანებში იმ ასპექტებს გააქრობენ ითაც ადამიანია ხო და აი რითი არის ადამიანი ალბათ ესენიაც ჩამოვთვალეთ რომ ხო აი შენი ეს ტვინი და ეს მოცემულობა და ეს ნიჭები რაღაცა უფრო რომ დაიყვანო დაბლა და ხო რაღაც უფრო რაღაცა მნიშვნელოვან საქმეებს მოვახმაროთ და არა მას და ამ პოლიტიკაშიც ამ რესურსებით ჩავერთოთ ხო ისე ხო არ არის რომ მაგალითად აი გიადვას ქონდა ერთ ინტერვიუში რომ აი წარმოიდგინე ფიზიკოსი, ფილოლოგი ან ფილოსოფოსი თავის საქმეში ნუ სასწაულებს აკეთებს, რავი იონე პეტრიცი გამოიკვლია თომა აქვინეზე 500 გვერდიანი წიგნი დაწერა და უცებ პოლიტიკაში შემოდის და ყველას ბაზუსურები ეშლება. თავის საქმეში რო ექსპერტია და გასაგებია მეც ხარ მithქვამს მე უფრთხილდები ჩემ პროფესორს არც ტრამპზე და არც ირანზე იმიტომ ეს ჩემი კომპეტენცია სცილდება მე არ ვარ პოლიტიკის ფილოსოფოსი მე გითხარი ყველაფერის ეპისტემოლოგიური რაშიც რის მიმართაც განივრცობა და ამ პოლიტიკაშიც რო შევალთ ხო ეს ჩვენი რესურსები და ნიჭები შემოვიტანოთ და ამ კუთხით განვავითაროთ და არა ის რომ უცებ დაბლა დახვიდეთ და მაგაზე უბრალოდ იმ კომენტარს გავაკეთებ რომ აი რატო არის კიდე პროპაგანდა ძალიან დიდი ბოროტება ხო ძალიან ღრმა მრავალშრიანი ბოროტება
ხდება. ცუდად გამოყენებული პროპაგანდა. ხო, აი ეს ისევ პოლიტიკური პროპაგანდა. იმიტომ რომ ნებისმიერ პროპაგანდისტურ თეზის რო ავიღოთ, როგორც საქართველოში ასევე მიღმა, ბევრს გონია რომ ეს არის უბრალოდ ბანალური შეცდომა, ან უბრალოდ მოტივირებულად ადამიანების შეცდომაში შეყვანა გარკვეული მიზნის გამო. არა, უფრო ღრმა მესიჯები. აი მაგალითად ერთს გეტყვი მოკლედ. აი ჩვენთან ხო ესეთ პროპაგანდა, რომ უკრაინას რაც მოუვიდა, არის უკრაინის ბრალი. და რატო? ანუ ვერ აირიდა ომი და ამიტომ რადგან ვერ აირიდა, თითქოს ლოგიკურია როგორც დღეშიც არის ეხა. ეხა ეს ხო არის კონკრეტული სიტუაცია ორ ქვეყანას შორის, მაგრამ ნახე მესიჯი უფრო ღრმაა. მესიჯი არის როგორი, რომ ზოგადად ცხოვრებაში თავს რო დაგესხმებიან, შენი ბრალია, იმიტომ რომ უნდა აგერიდებინა ან დანებებულიყავი. ეხა აი და ადამიანმა ეს თუ დაიჯერა და გაატარა ცხოვრებაში, ამით მოერღვა ერთ-ერთი უძირითადესი მორალური პრინციპი. რაც ძალიან დააზიანებს მას პიროვნულად. ანუ ხედავ როგორი უფრო სიღრმისეული შორს მიმავალი მიზანი იყო. პრინციპია ეს. ეს პრინციპი არის, რომ რა თქმა უნდა, ისევ არისტოტელმა და პლატონმა ჩვენ გვასწავლე, ხო? ერთ-ერთი უძირითადესი შეცდომა არის ორ ექსტრემალურ პოზიციას შორის ერთი აირჩიო, ხო? მაგალითად, თანხის დახარჯვა რო აიღო. ერთი მეგობარს არ ასეს, ხო? საერთოდ და მეორე ხელფასს დახარჯვა ერთ დღეში, ხო? შუაში. ისევ გაბედულებაზე. ეხლა ვიღაცა უცხო ხალხი რო ჩხუბობს, არ უნდა შევარდეს შუაში, მაგრამ მეგობარს რო დაჭირდება დახმარება, ან პიროვნულად თავი უნდა დაიცვა, იქ არ უნდა დაიხიო უკან. ესაც ღირსების საკითხია, ხო? თუნდაც რომ ფიზიკურად ვერ მოერიო. აი ეს პროპაგანდა იღებს მეორე პოზიციას, ხო? ანუ არც თავისუფლებისთვის, არც ღირს, არაფრისთვის არ ღირს ბრძოლა. აი ეს არის მესიჯი. ხო. უნდა ეცადო რომ შენ არ შეგეხონ, ანუ კომფორტში იყო, მაგრამ როგორც ვეს საფრთხე არის, უნდა დანებდე. შენ თუ ამას დაიჯერებ და ზოგადად ამას ბევრი დაიჯერებს, ეს იქნება კატასტროფა საერთოდ რომ მოუხსნათ საგარეო ფაქტორი და პოლიტიკა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ეს ბიოლოგიასაც კი ეწინააღმდეგება. ყველა მსხვერპლი იცავს სტაცებლისგან თავს. ესე მოვედით აქამდე. ბუნებრივ გადარჩევაც ხო ძლიერი იმარჯვებს, ანუ ვინც არ დანებდა. როგორც ფსიქოლოგები გვეტყვიან დეპრესიის მიმართ არ უნდა დანებდე, ანუ რამდენი წინააღმდეგობა გვაქვს ცხოვრებაში. პირიქით, ამ ბრძოლა ერთ-ერთი მსოფლმხედველობის მიხედვით, რასაც მე მჯერა, სწორედ ეგ არის, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ დროებით, ამდენი წინააღმდეგობა იმიტომ გვაქვს, რომ ამ წინააღმდეგობებით გამოვიწრთოთ და ამ წინააღმდეგობა რა ჩვენ გვხვეწავს. აი წარმოიდგინე ისეთი სამყარო, სადაც არანაირი პრობლემა არ არის. მე ვფიქრობ ვერ განვითარდებოდით. ხო. და აი მაგალითად ეხა ესეც რო თქვი, რომ უკრაინას ასჭირს თავისი ბრალია. ხო. ვინც ამას ამბობს და მილიონი რაღაც არგუმენტი მოყავთ, რის გამოც აი იმ წელს რო ეს გააკეთა და მაშინ რო ეს გადადგეს და ისეთი კომპლექსურია ეს ჯაჭვი, რომ მარტო ამ მხარეშიც გარკვევაძნელია და მართლა ჩაუჯდა ტომები ისტორიის და შეფასებები და მეორე მხარე ვინც ამბობს, რომ არ არის ის არის მსხვერპლი და თავს დაესხნა თავისუფლებას იცავს. ეხლა რო ადგე და ეს ორი მხარე დაჯდეს და მართლა დაელაპარაკოს ერთმანეთს, იქ ნახავ რომ და დაიწყო გაანალიზება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს. იქ ნახავ რომ ბევრი შეცდომა იყო, რომელიც უკრაინამ დაუშვა და შეეძლო რაღაცები ისე ეკნა, რომ აქამდე არ მოსულიყო. აქეთასაც რომ მოსმე დაინახავ რომ ბევრი რაღაცა იყო, რასაც ვერ იზავდა, რომ არ მოსულიყო და უბრალოდ აგრესორია ეს რუსეთი და უნდა ტერიტორიებს დაპყრობა. არა, ესეც არის, ცოტა ისიც არის და ორივე სურათს დაინახავ, უფრო ზუსტად დაინახავ რა ხდება სინამდვილეში მგონი. რაღაც შუალედურზე მივიდოდი. ხო რა. იმიტომ რომ მithumetes პოლიტიკაში და მithumetes როცა ესეთი მასშტაბური მოვლენები ხდება, ერთი მიზეზია. ხო, ერთნიშნულად არ გადაწყდება. აი ამას შეეშალა და მაგიტომ მოხდა ომი და იქ არც პუტინს არ უნდა და სხვა რაღაცას ფიქრობდა, არც იმას არ უნდა და არც ნატოს არც იმას და უცებ ატყდა ერთი ამბავი, ხო ეს ბევრი გადადგმული ნაბიჯის, ბევრი მიზეზის, ბევრი მომხდარი ამბის შედეგი არის, რამაც გამოიწვია. ეგეც გეთახმები მასშტაბური კატასტროფა. ეგეც ერთ-ერთი პრობლემა რა არის, ხო, დაუშვათ, აქით ხარე, თავის ტელევიზიებში, თავის ბაბლში საუბრობს, აქით და კონტაქტი რო არ მყარდება, ორივე არ იხვეწება, ანუ ამის არგუმენტებს აპრიორი ეს არ განიხილავს ვალიდურად, საერთოდ სერიოზულობის კანდიდატიც კი არ არის და აქითაც. და პრინციპში ხო, ორივეს უბრალოდ აპრიორი აჯენდა აქვს და უნდა რომ ესე იყოს და ყველაფერს ესე ხედავს. ამიტომ უნდა დავჯდეთ და რაღაც ნაწილი აქით შესწორდება, რაღაცა და რაღაც შუალედურამდე მივალთ. შენ კიდე ქონდა ესეთი სტატუსი პროპაგანდაში ჩართულ ხალხზე და რაღაც ისეთ ჭკვიან ხალხზე, რომელმაც შენ თვლი რომ შენ ამბობდი რომ მე ვიცი რომ მას და რასაც ამბობს შეუძლებელია მას ამისი ესმოდეს რა. კიდე ერთი ციტატა მაქვს ამ წელი. აქვე იმასაც გეტყვით რომ ასეთ პროპაგანდაში ჩართული ხალხი გულისხმობს, ასეთ ინტელექტუალურ ხალხს მეტი მენტალური სავარჯიშოები აქვს შემოშოებული რომ თავიანთი სინდისი მოვატყუონ და გააჩუმონ, რადგან მათ ყოველწამიერად ეუბნება შინაგანი ხმა, ლოგოსი, რომ არასწორ მხარეზე არიან შეგნებულად. ეს სინდისის გაჩუმება როგორ ხდება, ან რატო უჩნდება რაღაც დროს ადამიანს სურვილი სინდისი გააჩუმოს თავისი? სხვადასხვა აი შესაძლებელია ბოლომდე გააჩუმო? სხვადასხვა აი ჩემი ხელმძღვანელი არის თამას თოხაძე, ძალიან კაი ფილოსოფოსია და ის ამბობდა უფრო ეპისტემოლოგია, რომ განათლებული ხალხი უფრო მოწყვლადია ტყუილისადმი. ხო უცნაურად ჟღერს, ხო თითქოს რომ ადამიანს რა აქვს ანალიტიკურ აზროვნებაში, არა. იმიტომ რომ თუ ადამიანი განათლებული ძალიან მაღალ დონეზე ასული
აირჩია ბოროტება, მე იქ უჩახლართული სოფისტურად შეუძლია თავის თავთან ეს დაალაგოს, რომ მე მაინც სწორი ვარ. აი ხედავ როგორ ხდება, იმიტომ რომ ის კი არა რომ უფრო ძლიერი ქერქი გაიკეთოს, ასე ვთქვათ, გარშემო. უფრო დაფაროს ბოროტება, მაგრამ მე ვფიქრობ თუ ადამიანი შეგნებულად ბოროტებას ირჩევს, ის არ არის ნამდვილი ინტელექტუალი და ეს არ არის მორალური შეფასება. იცი რატო ესე ყველაზე მთავარს ვერ მიხვდა? თუ ყველაზე მთავარში თუ შეგეშალა, მე დანარჩენშიც რო ექსპერტი იყო, ეს აღარ გიშველის შენ თავთან მიმართებაში. ის გარ მე ვაფასებ, როგორც ცუც. ეხლა რა შეეხება იმას, ხო, ერთს ვიტყვი უბრალოდ პოლიტიკურ ასპექტს, ეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. დიქტატორულ ქვეყნებში დიქტატორებს ძალიან ჭირდებათ ინფორმაციულ ომში, რომ საზოგადოებისთვის ავტორიტეტული პიროვნებები მას უჭერდნენ მხარს იდეოლოგიურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. იმიტომ რომ მაგალითად, როცა საკითხი არის მკაფიო და აშკარად, მაგალითად, ეხა მე ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცას საკითხი არის მკაფიოთ, რომ მაგალითად გადააჭარბა პოლიციამ ძალა აშკარად, დაკავების მერე, ესე იგი წამება, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია ყველა კრიტერიუმით, ხო საკითხი ძალიან მკაფიოა. კონკრეტულად ამ მიმართულებით მაინც. კონსერვატორი იყო ლიბერალი, თუნდაც პროპაგანდისტულად ან არ პროპაგანდისტულად. ეს არის ყველა შესაძლოა სამხედროებაში სწორი, უნივერსალურად. ამ დროს როცა ადამიანი გამოდის და ერთმნიშვნელოვან საკითხს გააბუნდოვანებს და იტყვის, რომ არც ისე მკაფიოა, ეს რა თქმა უნდა დიქტატორს აწყობს. იმიტომ რომ მისი მომხრეები, რომლებიც დაეჭვდნენ ეს ფილოსოფოს, თეოლოგი, ლოგიკოსი რო გამოვა და ესე გააბუნდოვანებს არც მკაფიოდ და ამას დატოვებს. ესე აღარ გადმოვლენს. სწორ მხარეს, არა პოლიტიკური რომელიმე პარტიის მხარეს. ამიტომ საზოგადოებაში ავტორიტეტული პიროვნებები დიქტატორს აწყობს, რომ ან მას აქტიურად ემხრობოდნენ, ან არაფერი არ თქვან, ან შეარბილონ მისი ბოროტებები და ტყუილები. ჩვენ ისევ უნდა შევხედოთ ფილოსოფიურად, ხო? ვინც არ უნდა გამოვიდეს როგორ ავტორიტეტული პიროვნებაც არ უნდა იყოს, ისევ დავაკვირდეთ მის თეზისებს, რა არის მისი мотиваცია და არც აპრიორი აჯენდა ჩვენ არ უნდა გქონდეს. დავადგინო, უბრალოდ ეხლა რამდენიმე პიროვნებას მე არ დავასახელებ, ეხლა რატო გამოიწვია შოკი, რომ იმდენად მკაფიოა რაღაც საკითხები, ხო, ახლა ამ საკითხი მართლა მკაფიოა, ყველანაირი საერთო შეგრძნების სამყაროთი. ხო, შეიძლება ახლა შენ მოიწვიო ფიზიკოსი და თქვას, რომ ეს არის მაგიდა. ხო. ანუ რაღაცა ხო არის რა undeniable-ასაც ვქია, ვერ უარყოფათი. და იმაში რომ ეჭვი შეიტანა, როცა ელოდებოდი რომ პირიქით არათუ ეჭვი შეიტანა და გააძლიერებდა სიღრმისეულად, აი მან გამოიწვია საზოგადოების შოკი ბევრ ინტელექტუალზე, როცა აშკარად მკაფიოზე დადგა აქით. თორე დეტალებში კი ბატონო, შეიძლება სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოახდინო, მაგრამ აი უბრალოდ ერთი ფაქტი ავიღოთ. ადამიანი დაკავების მერე მიაყენოს შეურაცხყოფა არის დაუშვებელი, ვისაც არ უნდა ექნა, რომელ დროსაც რა მოტივითაც. ესე არ უნდა მოექცე ტერორისტსაც კი. ხო და ახლა ამაზე რომ ადამიანი ამას ან ცოტა შეარბილებს, ან რაღაც სხვაგან წავა, აშკარად мотиваცია უკვე არის მსაკრული, ბოროტული და ეს უბრალოდ არ მართლდება, ის არ წასულიყო ერთმნიშვნელოვნად იქითკენ, რომ ეს დაეგმო. და მით უმეტეს ინტელექტუალი რომ ამას არ გმობს, მე ვფიქრობ, მას ყველაზე მთავარი შეეშალა. ხო, იმიტომ რომ ესეთი ფუნდამენტურშიც თუ ვერ გაერკვიე. აბა როგორ ინტელექტუალი ხარ, რატო წაიკითხე ამდენ წიგნები, ამდენ სტატიები იმისთვის დაწერე, რომ საზოგადოებას მიცეს სწორი ცოდნა, რაც ხვები ვერ მიხვდნენ, რომ ყველა ერთად წავიდა ჭეშმარიტებასკენ და პირიქით შენ თუ მათ აბრკოლებ მორალური სიკეთისკენ და ინტელექტუალური ჭეშმარიტებისკენ, მაშინ როგორ ინტელექტუალი ხარ? პირიქით საშიშია, ჭკვიანი და ბოროტი. როგორც მაგალითად მე ვფიქრობ, რომ მზაკრობაში პუტინი საკმაოდ ჭკვიანია. სანამ ევროპა დაგიგმავს, როგორ დაიცვას მისგან თავი, მას წინასწარ აქვს მოფიქრებული სამი შესაძლო გზა. და ეგ უფრო ცუდია, ნედა არ იყოს ეგრე. ხო, კაი, კიდევ უფრო ცოტა ფილოსოფიისკენ რო წავიდეთ, ეს ინდისი საიდან მოდის? ნუ ეგ ძალიან რთული საკითხია, მაგრამ საერთოდ როგორ არის, რაღაც საკითხები მაგალითად ფილოსოფიაში არის პირველი პიროვნების პირველ ესე იგი მეს პოზიციიდან დანახული რაღაცებს და რაღაცეების ანალიზი ძალიან უჭირს ფილოსოფიასაც და მეცნიერებასაც. მაგალითად ესეთ მაგალითს მოგიყვან ეს დანიელ დენეც და ეს სუბიექტური ასპექტის ცნობიერებს როცა იკვლევენ, მაგალითად როცა უყურებს საშიშ ფილმს, რას განიცდი იმ დროს, ეს რა არის პირველი პიროვნების პრიზმიდან. არ იცის არც ნეირომეცნიერმა. და არც ფილოსოფოსმა. იმიტომ რომ მე ვერ შემოვალ შენში და შენ როგორ უყურებ, იმას ვერ შევხედა. და მე რო გარედან შენი ტვინი ნეირონები როგორ უკავშირდება ერთმანეთს, ამას შეიძლება საერთოდ ამაცდინო შენ როგორ აღიქვა. ხო, მაგალითად ის ზომბი არგუმენტ რო არის. მაგალითად მე ხა არ ვიცი, რომ შენ რო ეს რაღაც გეტკინოს, ან სიხარულს განიცდო, რეალურად ამას განიცდი. იქნებ გარეგნული გამოვლენებებია მარტო მსგავსი. ამიტომ ისევ სინდის საკითხიც ეს. ზომბი რატო ქვია? იმიტომ რომ შეიძლება ზომბიაო, ანუ გარეგნულად ყველაფერი ადამიანის, მაგრამ შინაგანი განცდები საერთოდ არ აქვს. ხო. ანუ შენ მაგალითად როგორ ხვდები რომ მე განცდა მაქვს, ხო, დაუშვებ ვიღაცა რო დამაბიჯა ფეხი და მეტკინა. ხო. მე ეს რო ემოციურად გამოვხატე, ამით ვფიქრობ რომ მართლა მეტკინა, იქნებ არ მეტკინა.
მაგრამ ის გარემო გამოვიდა. შენი ქმედებიდან უნდა იმას აქვს რა გამოვიტანო ის დასკვნა. ხო და ქმედებიდან ვერ გამოგარ დასკვნა რომ შენ რასაც გზნობ იმას გზნობს ისიც. მაგ ვერას ვერ გეცოდინება. და ეს უბრალოდ იმიტომ ვთქვი რომ სინდის ეგეთ რაღაცა ეს უფრო თვით რეფლექსიიდან შეგიძლია დააკვირდე, რა თქმა უნდა არის ბევრი თეორიები მეცნიერებაში და ფილოსოფიაშიც, ნეირომეცნიერებაშიც კი რატო აქ ადამიანს რაღაც დამცავ მექანიზმი რაღაცები არ გააკეთოს. მაგრამ რა, ხო, ფილოსოფიურად რა არის ერთი პოზიცია რო ვთქვათ, ეხა ისევ რომ რადგან ბევრი დრო არა გვაქვს. არა, ვთქვათ, არ არის. ხო, ანუ ეს არის სინათლე, ხო, ინტელექტუალური და მორალური სინათლე. სინდისიც კი ყალიბდება იმ გარემოში, სადაც ხარ. და ერთი პოზიცია მაშინ წინა გადაშემაშიც ხო ვთქვით რომ სინდის რას გეუნება რეებისაც გჯერა იმის იქინა გამომდინარე არასწორად იქცევიო მაგალითად შენ თუ გჯერა რომ ადამიანს სიტყვას რომ იცემ არ უნდა გატეხო და პარტიო მაგალითი და მე გითხარი რომ დღეს გიორგი მოვალ 3-ზე და მოვედი 5:30-ს ხო სინდის მეტყუს არასწორად მოვიქეცი იმიტომ რომ წინარწმენა ხო მქონდა რომ არ უნდა გატეხო სიტყვა თუ არის რაღაც საზოგადოება სადაც სიტყვის გატეხვა პირიქით cool ტიპობად მიიჩნევა გაჭირდება იმის თქმა მას შეაწუხებს თუ არა სინდის ამიტომ სინდისიც ყალიბდება ეს არ არის დნმ-ში ჩაწერილი რომ ყველაფერზე სწორი პასუხები და მე უბრალოდ მახინჯდება. არა, სწორი გარემო, სწორი იდეები, აი ეს აყალიბებს სინდის და მაგ კუთხითაც არის პროპაგანდა. ცუდი რომ ის კი არა უბრალოდ რაღაც საკითხებზე არასწორ ხედვებს გიყალიბებს. სამომავლოდაც ძალიან ცუდ ეფექტს ახდენს. შენზე, იმიტომ რომ სწორ ხედვებს გიმახინჯებს. ანუ ზოგადად საკითხებს როგორ შეხედო, იმაზე გაწვდის არასწორ პრინციპებს. აი მაგალითად, ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ იყოს უფრო პრაქტიკული და ვიზუალურად ახლოს მიმსვლელი ადამიანთან. აი მაგალითად, ხო ესეთ პროპაგანდა რომ ნებისმიერ მთავრობა ავიღოთ, რო შეიკრიბება ხალხი და მას აკრიტიკებს, აპრიორი ეს ხალხი არის გარედან დაორგანიზებული და დატრენინგებული. ეხლა ნახე ეს როგორი ცუდი პრინციპია, ესე იგი, რაც არ უნდა უჭირდეს ადამიანს და რაც არ უნდა გააკრიტიკოს, აპრიორი ამბობ რომ არა გარე რამე ძალა, რომელმაც ეს დაგეგმა, ის არ გამოვიდოდა. ესე იგი, ეს პირველი აკრობს ემპათიას იმიტომ რომ ადამიანი გამოვიდა რაღაცა მართლა უჭირს და იმის მაგრივად ჩვენ ამაზე გააკეთო აქცენტი, გარეთ ხედავ პრობლემას რომ ვიღაცამის დაორგანიზა. ანუ ხედავ ის კი არა უბრალოდ სიტუაციის აღქმაში შეცდი, შენ თვითონ გიღვივებს არასწორ პრინციპებს როგორ შეხედო ადამიანს. ადამიანს რაღაც უჭირს და შენ უყურებ რაღაც კონსპირაციის თეორიის რაღაც ასპექტს პოლიტიკაში. არა და ადამიანი გამოდის რომ აი ჩემი შვილის ოპერაცია არ დააფინანსეს. ეს რატო გააკეთეთ და შენ ამას უყურებ როგორც გარედან დაფინანსებულს და რაღაც თითქოს ცუდი მიზანი აქვს მას. ანუ ეს შენ გაზიანებს, შენ მიგდრიკავს ბოროტებისადმი. ამიტომა პროპაგანდა ამ კუთხით ძალიან ცუდი რომ ის კი არა რომ რაღაც საკითხზე აგაცთენს. არასწორ ადამიანად გაყალიბებს მოკლედ. ამიტომ უნდა დავიცვათ თავი. რამდენად შესაძლებელია რომ აი თავისუფალი იყო ხო? აი რა სადა აბსოლუტური თავისუფლება ალბათ ადამიანს არ გამოვა, მაგრამ აი სადამდე შეგვიძლია ხო პროპაგანდისგან ვიყოთ თავისუფლები და ზემოქმედებისგან. მე ვფიქრობ როგორ არის ეხლა ჩვენთან უბრალოდ არის მე ვიტყოდი დაბალი დონის პროპაგანდა. აი ხა ჩვენც ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მომავალშიც დღესვე შეიძლება რაღაცა პროპაგანდამ რაღაც დოზით ჩვენზე როგორ არის რა თქმა უნდა ვერ ამოვიცნოთ რომ ის იყო მიზანმიმართული რაღაც გეთანხმები. მე ვფიქრობ ჩვენთან ზოგადად პოლიტიკაში არის დაბალი დონის პროპაგანდა ინტელექტუალურად. თუმცა კარგად დაგეგმილად არის აწყობილი რომ იმუშავოს რაღაც სეგმენტებზე. არსებობს უფრო დახვეწილი პროპაგანდები, მაგალითად აი ჰუმანისტებმა შექმნეს ესეთი იდეა რომ მოგესწრებათ თვითონ ეს medieval ან შუა საუკუნეები ტერმინი შექმნეს ჰუმანისტებმა. მის დამაკნინებლად შუა, ანუ ანტიკურსა და რენესანსს შორის რაც იყო, ანუ ბნელი 1000 წლეული. და ეს დემონიზება რომ მოეხდინათ ამ ეპოქის შექმნეს ესეთი იდეა რომ თითქოს შუა საუკუნეების ცხოვრები ფილოსოფოსები და თეოლოგები კამათობდნენ იმაზე გაგონილი გექნება თუ რამდენი ანგელოზი იცეკვებდა ნემსის წვერზე. ეს იყო სპეციალურად შექმნილი რომ ესე იგი ალბერტ სტეკმა, პიტერ კრიფტმა, ნორმან გეცნერმა გადაჭხრიკა შუას, არავის ეს არ უთქვამს. მაგრამ ეს ისე დახვეწილად იყო შექმნილი რომ დღესაც ფილოსოფიის პროფესორსაც ჯერდა რომ მართლა ვიღაც ამაზე მსჯელობდა. ამ გაგებით. ეს ნახე როგორი დახვეწილი სტერეოტიპი და პროპაგანდა ჩვენ და ამას შეიძლება ქართულ ნაწარმოებშიც არის ეგ კი სად არის მე მგონი დიდოსტატის მარჯვენაში. ხო რაღაც ქართულ ნაწარმოებშიც მახსოვს ეგ არის. ეგ რაღაც კონტექსტში ნახსენები როგორც უარყოფითი შუა საუკუნეების. ეს მაგალითად მოვიყვანე იმ კუთხით რომ როგორი დახვეწილი შეიძლება იყოს პროპაგანდა. ახლა წარმოიდგინე შენ ყიდულობ Amazon-ზე წიგს, ძალიან ავტორიტეტული ავტორია და წაიკითხე ეს. ხომ მოექცევი პროპაგანდაში ოი შუა საუკუნეებში თუ მეგრე ყოფილა. ან სტერეოტიპი რო არის რომ შუა საუკუნეებში ემპირიული კვლევები არ იყო, ყველას დაძდებდნენ აკრძალული წიგნების ინდექსი ეს დეტალებში ჩახვალ ეს. ხო. ეს ერთმნიშვნელოვნად არ იყო. ამიტომ ეპოქებზეც კი სტერეოტიპები და როგორ უნდა დავადგინოთ ისევ დავაკვირდეთ მაგალითად ესე იგი ვინც ამბობს რა წყაროებს ეყრდნობა
ისევ ხო ახლა მაგალითად მე რო სციენტიზმზე ვიცავდი სამაგისტროს, ოქსფორდის ემერიტუს პროფესორები იყვნენ სტერეოტიპებში, სციენტიზმზე. წარმოიდგინე. და ჩვენ გვიყვეს ჩვენ როგორ მოვიქეცით სტერეოტიპში. რომ მაგალითად ესე რადგან 30-მდე ძალიან მაღალი ნოლის ავტორმა თქვა, რომ სციენტიზმი არის აპრიორი მეცნიერების დამახინჯება, ჯონ ლენონსაც ესე ეგონა. მის მეგობრები ფიზიკის და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორები ამას ამბობდნენ. ჩავედით დეტალებში და მიზრახმა ეს სტერეოტიპი გადალახა და დაამკვიდრა რომ არა, უნდა იყოს ნეიტრალური დეფინიცია. ამიტომ მაგაში გეთანხმები რომ რა თქმა უნდა, ეხაც რო გავალთ აქიდან რაღაც სტერეოტიპს ჩვენც მოვექცევით. მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის, ხო? დავიხვეწოთ, რთულად მოწყვლადი ვიყოთ, უფრო მაღალი დონის სტერეოტიპებს დავექვემდებაროთ და დაბალი დონები ადვილად გადავლახოთ და იმაზეც ვიმუშაოთ, რომ მაღალ დონესაც არ დავექვემდებაროთ და ფრთხილად ვიყოთ. ამაში გვეხმარება ფილოსოფია, რომ ანუ გონებრივ აპარატით შევიარაღდეთ, რომ სწორი იდეები გქონდეს. ეს ჯონ ლენოქსი ცოცხალია ახლა, ხო? კი. მაშ დებატებში არის ხოლმე ათეიზმის და ის დებატებში არის ხო ხორმეშლება. კი, ეგროა მათემატიკის პროფესორი ოქსფორდის და დოკინსაც ეკამათა შეიძლება იგაქ ნანახი და ბევრი პიტერ კრიცას და საკმაოდ მე მაქვს მაგის წიგნის სახში Can Science Explain Everything. საინტიზმზე რას ამბობდა? ესე იგი ამასაც ეგონა, მაშინ თუ გინდა ვიტყვი მაგას სციენტიზმზე. ესე იგი სციენტიზმი რა არის, ხო? სციენტიზმი იმდენი ხანი არსებობს, რამდენიც თანამედროვე მეცნიერება, ხო? ეს მაიკ სტენმარკის სიტყვებია, მე-16-მე-17 საუკუნეში საინსიდან მოდის, ანუ მეცნიერებიდან. მოდი მაშინ ტერმინი განმარტოთ. სწორი ხარ, ესე იგი, ესე რომ ჩავშალოთ, სციენტიზმი მომდინარეობს ტერმინიდან science, science მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან scientia, რაც ნიშნავს ცოდნას. ამიტომ რადგან იზმით რომ თავდება ტერმინი მაგალითად თეიზმი, ნიშნავს რაღაცის რწმენას თეოსზე, ანუ ღმერთზე. სციენტიზმი მარტო წმინდა ტერმინის თვალსაზრისით თუ განვარტავთ, ნიშნავს რაღაცეების დაჯერებას მეცნიერებაზე, ცოდნაზე ან მეცნიერულ ცოდნაზე. და სციენტიზმი ესე დამკვიდრდა სტერეოტიპულად, რომ აპრიორი ნიშნავს არასწორ დამახინჯებულ შეხედულებებს მეცნიერებაზე. მაგალითად, მე ესე ვიცოდი. ხო, აი მეც ეგრე ვიცოდი სამაგისტროს წერის ერთი თვე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაღალი ნოლის წარმოადგენს. მაგ კონტექსტშიც მიხმარია ეგ სიტყვას. როგორც მეც ეგრე პირველ პოდკასტში მეც ეგრე ვთქვი, როგორც სციენტიზმი დამახინჯება. მეც მოვიქეცი, აი მე რო ვთქვი, რომ აი ვინმე აღიაროს შეცდომა. აი მე ვაღიარებ, რომ შეცდომაში ვიყავი, სციენტიზმზე, სტერეოტიპში ვიყავი და გეტყვი რატო ვიყავი. 30 ძალიან მაღალი ნოლის ავტორი ამას ამბობდა. ხო. მაგრამ ჩემი პასუხისგებლობა რომ რატო არ ვნახე მოტიმის რა. ხო, ამბობდა რომ რას ამბობდა რომ ამბობდა რომ ეს არის აპრიორი მეცნიერების დამახინჯებული აღქმა. მაგალითად, მეცნიერება ყველაფერს ახსნის. ამას ეგრევე ვიტყვი რომ ეს არის სციენტიზმი, როგორ ახსნის რაღაცის მარტო თეოლოგია ახსნის, ფილოსოფია. და ეხლა მოდი ვთქვათ რა არის სციენტიზმი. მე ესე განმარტებ. ანუ რომ დაჯერება რომ მხოლოდ მეცნიერება შეუძლია რაღაცებს ახსნა. აი ესე შეიძლება დეფინიციაზე ახაც კამათობენ. აი მაგალითად მე ესე დეფინიცია მომწონს. სციენტიზმი არის ეპისტემური შეხედულება. მცდარი რა იყო, ანუ ეს იყო მცდარი წარმოდგენა, ხო, რომ მარტო მეცნიერება შეუძლია რაღაცებს ახსნა. ხო და აი გეტყვი ხო აი გეტყვი ხა და მაგაზე მივიდეთ როგორ არის ეგ ესე დეფინიცია ჩემს ერთ-ერთი საუკეთესო სციენტიზმი არის ეპისტემური შეხედულება მეცნიერებაზე რომელიც ამბობს რომ მეცნიერება კერძოდ მეცნიერული ცოდნა რაღაც აზრით ერთი ან მეტი კრიტერიუმით ან რაღაც გრადაციით სპეციფიკური ან მაქსიმალური გრადაციით არამეცნიერებაზე მაღლა დგას ანუ სციენტიზმი რო არ დაიკარგოს, ყოველთვის უნდა იყოს, რომ მეცნიერება ყოველთვის რაღაც გაგებით და გრადაციით ჯობია არამეცნიერებას. და არსებობს მისი ვარიაციები. მაგალითად, ყველა ცნობილი არის ეპისტემური სციენტიზმი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ძლიერი ვერსია, ყველა იმ ცოდნიდან რაც გვაქვს, მხოლოდ მეცნიერული ცოდნა, რეალური ცოდნა. და სუსტი ამბობს, რომ ყველა იმ ცოდნიდან რაც გვაქვს, მეცნიერული ცოდნა არის საუკეთესო. და შენ რას თქვი, რომ მეცნიერება ყველაფერს ახსნის, ეს მერე გადის ამ კატეგორიებში. არსებობს ეგზისტენციალური სციენტიზმი, მორალური და ონტოლოგიური. და მე კიდე ამას ყოფენ რომ აკადემიური და არააკადემიური სციენტიზმი სრული და ნაწილობრივი და ძლიერი და სუსტი. და სხვადასხვა აი ძალიან რთული ასახმელი ქონდა რიკ ფილსაკ ესეთი სტატია conceptual map of scientism და ესე რუკა აქვს დახატული სადაც არის 16 ვარიაცია სციენტიზმის და რომელიც როგორ მიმართება მეორესთან აი გეუნები ორი დღე რო წაიკითხო მაინც ვერ აღიქვამ. ისე რთულად არის რომ ამის ერთი ვარიაცია რომ ამასთან ამას არ გამორიცხავს ამას კი და აი ეს ძალიან რთულია. ორი დღე შეიძლება ვერ წავიკითხო ბოლომდე. ვერ მივიდი მაგაში. მეც ვერ აღვიქვი დღემდე, ამიტომ ძალიან საინტერესო საკითხია და მეც ამაზე ვაპირებ, როგორც ახლა გავაგრძელო სადოქტორო უცხოეთში, რომ ისევ სციენტიზმი, იმიტომ რომ ესაა ძალიან მაგარი თემა, ძალიან ცხელი მთელ მსოფლიოში აქტუალური მეცნიერული ცოდნის მიმართება არამეცნიერულთან. მაგალითად, ერთ არგუმენტს მოგიყვან, როგორ მოგეწონება. აი მაგალითად, აი ზაზა ოსმანოვიც ხო იყო შენთან ფიზიკოსი.
და მართლა ძალიან კარგი მეცნიერი. აი მეცნიერება ხშირად ანუ საერთო შეგრძნების ცოდნას აყენებს ერთ მაგალითად ის კვანტური ფიზიკა. და ფილოსოფიაც ხშირად ამ common sense ეწინააღმდეგება, რაც კარგი, ანუ common sense რა არის? საერთო შეგრძნების ცოდნა, მაგალითად ეხლა ჩვენ ყველას ვჭერა რომ თბილისში ვართ, ეს ჭიქა ადამიანების გარშემო, ადამიანებია ჩვენ გარშემო, ამას ეჭვი ხوار შეგვაქვს. და ახლა მაგალითად კოსმოსში არსებული წესრიგის მიზეზი მულტივერსია თუ ღმერთი ვიკამათებთ, ეს არ არის undeniable. და ეხლა მაგალითად ერთ-ერთი common sense ცოდნაც შენში თუ არის ეს ეხლა გადავამოწმებ, მაგალითად შენ თუ მომიყვან მაგალით, სადაც არამეცნიერული ცოდნა ჯობია მეცნიერულს. რაიმე აზრით მაინც. აი შენი ტვინი ხომ იცი იქითკენ რომ სულ მეცნიერული უფრო ზუსტია. არამეცნიერული ცოდნა, ანუ არამეცნიერული ცოდნაში რა იგულისხმება? რომელიც მეცნიერება ვერ ახსნის? არა, რომელიც მეცნიერული მეთოდოლოგიით არ მიღწეულა, ან თუნდაც არამეცნიერულად თუ მიღწევა, მეცნიერულად არ დადასტურება. ჩემ ეხა პირველი რაც მაგალითად მოგონს სპორტში არის რაღაცა გამოცდილებები, რომელიც იცი რომ აი ესე ჯობია რაღაც გაკეთება და ანუ ესე რო ქნა რაღაცა იქნება უკეთესი. შენ რომ მეცნიერულად ვერ ახსნა რატო, მაგრამ რაღაცა იცი, ან ინტუიცია. არა, ნახე, მაგას არ უარყოფს, ეს ნახე, დაუშვათ სპორტში იცი რაღაც რო უკეთესია გაკეთება, მაგრამ უნდა შეადარო, ეხა ეს უფრო არის ცოდნა თუ ის რომ მაგალითად სამყარო ფართოვდება. რომელი უფრო მყარად იცი? ხო. როგორ ფიქრობ? თუ თანაბარი ისი გამოსტერებაზე გაქვს რა. ანუ ეს უფრო იცი ვიდრე რომ სამყარო ფართოვდება. სამყარო უფრო ფართოვდება. აი ესე იგი მაინც აქ თქვენ მიხვდეთ რომ მეცნიერული ცოდნა ჯობია. ანუ ნახე ჩვენ უნდა შევადაროთ, ის კი არა რომ მე რაც გითხარი, ამან კი არ უარყო რომ არამეცნიერული ცოდნა არსებობს. კი არსებობს, სპორტშიც იცი, მსახიობმა სპექტაკლს თამაშობს, ისეთ რაღაცებს იცის, ფიზიკოსმა არ იცის. მაგრამ ლაპარაკია რომელი ცოდნა არის უფრო უკეთესი. ანუ მეცნიერული მაშინ. აი შენ ხომას წახვედი და მაგალითად აქ რენე ვაუნდერბაგს ესეთი count example strategy ქვია, ესეთი არგუმენტი, აი როგორ ვითარდება არგუმენტი. მაგალითად შენ ხო იცი რომ ქვია გიორგი. ხო. ეხლა ეს ცოდნა მეცნიერულია თუ არამეცნიერული? თუ იტყვი რომ მეცნიერულია, შინაარს უკარგავ ტერმინს მეცნიერული, იმიტომ რომ მაშინ ყველაფერი მეცნიერული გამოვა, ხო? ეს მასიმო პიგლუჩის სიტყვებია, თუ სიტყვა ნიშნავს ყველაფერს, მაშინ ნიშნავს არაფერს. ემპირიული მეთოდი რო გამოიყენო, მეცნიერული ქამდე რომ გიორგი მქვია. არა, ისედაც ხო იცი რომ გიორგი ქვია. აი, გავიაროთ ეს ეტაპი. შენ იცი რომ გიორგი ქვია. ეს არ არის მეცნიერული ცოდნა. მოდი ახლა ესე მივუდგეთ. ეხლა რო კვლევა ჩაატარო შენ სახელზე, უფრო მეტად დარწმუნდები რომ გიორგი ქვია. არა ხო. ისედაც იცი რომ გიორგი ქვია. ეხლა ეს შეიძლება რომ უფრო ნაკლებად იცოდე რომ გიორგი ქვია, ვიდრე ის რომ სამყარო ფართოვდება და ცივდება. მოშადარო მეცნიერული ცოდნას. არა. ეს უფრო იცი. ხო. და ეხლა საინტერესო რა არის რომ იმიტომ შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც მეცნიერი რომ ეს თქვა რომ ეს გეგონა იმიტომ რომ აი ეს ვიცოდით მაგრამ აღმოჩნდეს რომ გიორგი არ მქვია და მთელი ცხოვრების ხონად მეძახდნენ ვინც გიორგი დამარქვა ეგ შეუძლებელია ეგ შეუძლებელია ეს ამიტომ undeniable-ში შედის რაღაც კუთხით და საინტერესო რა არის კიდე აი ესეთ სიტუაციად შეუძლებელია რომ შენ არ იცოდე რომ გიორგი ქვია მაგრამ იცოდე რომ სამყარო ფართოვდება იმიტომ რომ ეს თუ არის ის უფრო ვერ გეცოდინება ამას ეთნობა თვითონ ის და ბოლოს თავდება ამით ეს არგუმენტი რომ ესე იგი რა გამოდის გიორგი რო ქვია არამეცნიერულია, მეცნიერულზე მეტად იცი, მაგრამ ამით ბათილდება მხოლოდ უნივერსალური აკადემიური ძლიერი და სუსტი სციენტიზმი და არა სხვა ვარიაციები. ანუ თუ იტყვი რომ რა ცოდნაც გვაქვს, ყველაფრიდან ან მხოლოდ მეცნიერული ცოდნა, ერთადერთი ცოდნა, ან საუკეთესო, ეს არგუმენტი აბათილებს. მაგრამ აკადემიური სციენტიზმი რჩება, იმიტომ რომ აკადემიური ნახე რას ამბობს, შენ რო იცი რომ გიორგი ქვია, ეს არ არის აკადემიური ცოდნა. შენ ეს არ მოგიპოვები ფილოლოგიაში, ეს უისედაც იცი. ეს არის არააკადემიური ცოდნა. აკადემიური ცოდნაში ფილოსოფიამ როცა მეთოდოლოგია გამოიყენა, მიაღწია რაღაც ცოდნას, მეცნიერმა მიაყენა. მიაღწია რაღაც ცოდნას. აი მე რო შევადარებთ, მე უკვე სხვა ეს არგუმენტი აღარ მუშაობს. ამიტომ უნდა დავყოთ სციენტიზმი ვარიაციებად, რომ ზოგ ვარიაციაზე, გაბათილებაზე ან გაძლიერებაზე მუშაობს, სხვაზე აღარ. იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებებია. და ამაზე უნდა დაიცო სადოქტორო? სამაგისტრო უკვე დავიცავი და ახლა სადოქტორო ძალიან საინტერესო საკითხია. რთული თემა, მეც ხა ეს უნდა ნახო კიდე ახლიდან რომ გავიგო ეს მართლა საინტერესოა. ხა მგონია რომ რაღაც ბევრი ნაწილი ვერ გავიგე კიდე უკეთესად. აი, რავი, რაც შეიძლება და უკვე საუბრად დღეს ბევრი დაგროვდა მე მგონი ჩასაფიქრებელი კიდე როდის აპირებ წასვლას? მე ერთ დღეში წავალ. როდის გავიმეოროთ? არა, სადოქტოროზე. აი ხა ვცდილობ უნივერსიტეტი მოვძებნო, უფრო ალბათ გერმანიაში და ნახოთ. მეც მინდა რომ ალბათ ერთ წელიწადში თუ ყველაფერი კარგად წავიდა და გამომივიდა. ხო, ერთ წელიწადში რომ წავიდე და ან სამაგისტრო ან სადოქტორო, მაგრამ ძირითადად ეს თემა მინდა, იმიტომ რომ ძალიან მე თვითონ მიყვარს, საერთოდ არავის არ აინტერესებს, მე მაინც გავაგზავნებდი და უბრალოდ დაემთხვა რომ ეს არის ძალიან
20-30 წლის გამოცდილება აქვს ეს აქტიური კვლევის, ეხაც კი აი ელოდება სკოლარულ სამყარო ბევრი ხალხი ამით ჩაერთოს პრაქტიკულად რომ თესტები დაიცვას და ნუ იქ ძალიან სერიოზული ხალხი დაგხვდება შენ, აი რა ვიცი, ერთი შეიძლება 8 თვე დაგჭირდეს 20 გვერდიან სტატიო დაწერო, რომ მათ წინააღმდეგობა გავუწიო, იმიტომ რომ იქ დაგხვდებიან რა ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები, სასწაული ფილოსოფოსები, ისეთი რომ აი თუ ძალიან ბევრი არ იმუშავე, რაღაც თეზის რო დაიცვა, შეიძლება ერთ თვეში გაგიქრონ ის თეზისი. ამიტომ ძალიან სერიოზული სამყაროში შედიხარ, მაგრამ ხო, ძალიან თულ გარემოში, მაგრამ ეგ არის მაგარი, რომ ესეთი მაგარი კრიტიკოსები გყავს. შენ YouTube არხიც გაქვს რაღაცა და არ ფიქრობ რომ ცოტა გააქტიურდა მიმართულებით? აი მე ვერ ვერკვევი სამწუხაროდ, აი სადმე რომ საჯარო ლექცია მქონდა, იმას ვდებ ხოლმე და აღწერაში მაქვს პოდკასტი წამოიწყო ისეთი რაღაცა თუნდაც საკუთარი სახლიდან ან რაღაცა შეიძლება კარგი იდეა გავითვალისწინებ რჩევას, მაგრამ ხო აი ის ცოდნა უნდა აი ეს ვიდეო როგორ ამოჭრა, უფრო აი აღწერაში მიდევს. შენ მაგას მეგონია რომ ძალიან მალე აი თუ შეფარი იქნება პრობლემა. ან მაგალითად ის კი არ ვიცი, აი დავუშვათ რომ თქო მაგნელი. დიდი ფილოსოფია ეგ. როგორ უნდა გადავიღო. აი პრაქტიკულ საკითხებში ხო უფრო უნდა ვივარჯიშო, დავიხვეწო. აი უბრალოდ იმის თქვენ და მაგალითად მეც თითი შემიძლია დაგეხმარები თუ გადაწყვიტე რომ ამას დრო დაუთმო. მადლობა. კარგი იდეაა და ვიფიქრებ რომ უფრო დავხვეწო. უბრალოდ ის ქონდა რომ ის მაქვს ჩემი სტატიები და წიგნები მაქვს აღწერაში იქ და ერთი 8-9 ვიდეო ზოგი ისე ჩავწერე, ზოგი საჯარო ლექცია იყო და მაინც ვისაც რო ჩაწერს ბაქარქავთარაძე ვინმე, მაინც რო არხი ამოაგდებს სადაც ოფიციალური გვერდია, მაინც კარგია და შევეცდები რომ მეც დავხვეწო ეგ გვერდი, მადლობა რჩევისთვის. თუნდაც ხო, არ ვიცი ფორმაზე და როგორი იყოს რაღაცა მაგას შენ იმას კი, მაგრამ კარგი იქნება რომ შენი აზრები და ფიქრები მეტად იყოს საჯარო სივრცეში. მეც ყოველთვის მოხარული ვიქნები რომ მადლობა და გავიმეოროთ ესა, წასვლამდე სანამ წახვალ გავიმეოროთ და რომ ჩამოხო მერეც გავიმეოროთ კიდე. დიდი მადლობა რომ თუ ესე მოგეწონა და გავაკეთეთ არ არის პრობლემა. მაგაზეც ვილაპარაკოთ. მადლობა რომ ჩვენთან იყავი, წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მადლობა ჩემს მენას ვინც გვისმინა და გვიყურა. მე წარმატებებს გისურვებ შენ პოდკასტს და მადლობა. მადლობა და რაღაცა დაახლოებით ახლა ახალი წლებია და ესეთი დღეები არა სტანდარტული და სადღაც ერთ კვირაში შევხვდებით ისე ერთმანეთს. ნახვამდის.